88 წლის ასაკში გარდაიცვალა რეჟისორი, დოკუმენტალისტი ვახტანგ მიქელაძე. 3 ათეული წელი ის თბილისში სამეცნიერო, პოპულარული და დოკუმენტური ფილმების სტუდიაში მუშაობდა. 1991 წლიდან კი საქმიანობა მოსკოვში განაგრძო. მისი რეჟისორობით გადაღებულია ფილმები „რესტავრატორები“, „ქართული ცეკვები“, „ბამი და სხვა. 1979 წელს მიენიჭა საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება. ვახტანგ მიქელაძე ცნობილი ქართველი დირიჟორის 1937 წელს რეპრესირებული ევგენი მიქელაძის შვილია. თუ შეიძლება, უცხო პირები ნუ შემოდიან. ასე ხვდება რეპეტიციაზე მისულ ბერიას იმ დროისთვის სახალგანთქმული დირიჟორი. ბერია ტოვებს სარეპეტიციო დარბაზს. სწორედ ამ ისტორიიდან იწყება ევგენი მიქელაძის ტრაგიკული დასასრული, რომელსაც წამების შედეგად ჯერ თვალებს, შემდეგ კი ყურებს უზიანებენ. მისი ისტორია 1903 წელს ბაქოში იწყება. რამდენიმე წელიწადში მიქელაძეების ოჯახი თბილისში საცხოვრებლად გადმოვიდა. ბავშვობიდან მუსიკით იყო გატაცებული. კადეტთა კორპუსი დაამთავრა და ამ პერიოდში სამხედრო ორკესტრში უკრავდა, შემდეგ კი პეტერბურგის კონსერვატორიაში. ამ პერიოდში მისი სურვილი იყო დაუფლებოდა ფორტეპიანოს, თუმცა ეს სურვილი ვერ აუსრულდა. ხელების პროფესიულმა დაავადებამ და რევმატიზმმა აღარ მისცა საშუალება და ის ამ დიდ ოცნებას დაემშვიდობა, რის შემდეგაც ევგენი მიქელაძემ კიდევ უფრო დიდი სურვილისთვის დაიწყო ბრძოლა, რაც დირიჟორობას გულისხმობდა. სწავლის შემდეგ მას უკვე იცნობდნენ როგორც უნიკალური სმენის მქონე ახალგაზრდა პერსპექტიულ დირიჟორს. 1931 წელს იგი ოპერისა და ბალეტის თეატრის დირიჟორი გახდა. 2 წელიწადში კი მთავარი დირიჟორი. მისი დიდი ოცნება საქართველოში სიმფონიური ორკესტრის დაარსება იყო, რისთვისაც მან მუსიკოსებს მთელი საბჭოთა კავშირიდან მოუყარა თავი. 1933-37 წლებში ის ხელმძღვანელობდა მის მიერ დაარსებულ საქართველოს სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტრს. სერგეი პროკოფიევი თავისი ახალი საფორტეპიანო კონცერტით ორკესტრის დაარსების წელს თბილისში ჩამოვიდა. მას სიმფონიურ ორკესტრთან ერთად უნდა ედირიჟორა. მიქელაძემ დახურული პარტიტურით ზეპირად მოახერხა დირიჟორობა. პროკოფიევს ეჭვი ეპარებოდა, რომ ახალგაზრდა მაესტრო ამას შეძლებდა. კონცერტის შემდეგ მან ახალგაზრდა დირიჟორი სახალხოდ ჩაიხუტა და აღფრთოვანება ასე გამოხატა. 1936 წელს მისი ხელმძღვანელობით დაიდგა პირველი ქართული კლასიკური ბალეტი ანდრია ბალანჩივაძის მზე ჭაბუკი. ქორეოგრაფიის ავტორი მამაკაცის კლასიკური ცეკვის ერთ-ერთი რეფორმატორი ვახტანგ ჭაბუკიანი იყო, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ქართულ საბალეტო სკოლას. ამის საფუძველი ეროვნული ხალხური ცეკვისა და კლასიკური ქორეოგრაფიის სინთეზი გახდა. ევგენი მიქელაძის ბრწყინვალე კარიერა დასასრულს მაშინ მიუახლოვდა, როდესაც მას და მისი ცოლის ოჯახს ურთიერთობა ლავრენტი ბერიასთან დაეძაბა. მიქელაძის მეუღლე ქეთევან ორახელაშვილის მამის სამსახურეობრივი პოსტი ბერიამ დაიკავა. თავდაპირველად დააპატიმრეს მამია ორახელაშვილი, შემდეგ კი მისი მეუღლე მარიამი. მოგვიანებით ევგენი მიქელაძე და მისი მეუღლე ქეთევანი. ქეთევან ორახელაშვილს როგორც სამშობლოს მოღალატის მეუღლეს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა შრომა გასწორების ბანაკში მიესაჯა. ქეთევანის მშობლებს და მის მეუღლეს ევგენი მიქელაძეს კი ეგრეთ წოდებულმა სამეულმა სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა.
მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, მე ვარ ჟურნალისტი ქეთი სესიაშვილი, ეს კი ტელეკომპანია PKTV-ს საავტორო გადაცემა კაცი, რომელიც დააკლდა ქალაქს და მინდა მეორე რუბრიკაც შემოვუერთო აი ამ რუბრიკას და იქნება კვირის ფერები. ასე რომ კვირის ფერებში კიდევ რუბრიკა კაცი, რომელიც დააკლდა ქალაქს და ჩვენ ვისაუბრებთ ერთ ძალიან ცნობილ და დიდ შემოქმედ ადამიანზე, რომელსაც ვახტანგ მიქელაძე ქვია, მაგრამ სანამ ჩვენ მასზე დავიწყებდეთ საუბარს, მე მინდა ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი წარმოგიდგინოთ, ადამიანი, რომელიც ამშვენებს ქალაქს. ანუ ქალბატონი, რომელიც ამშვენებს ქალაქს და ეს გახლავთ ქალბატონი ნონა ღამბაშიძე, მოგესალმებით ქალბატონო ნონა. როგორ ბრძანდებით? მადლობა, არა მიშობს. მე მინდა ცოტა მოგვიანებით მოგილოცოთ დაბადების დღე 25 მარტს ქალბატონი ნონა რამდენი წლის გახდა, ამას არ აქვს მნიშვნელობა. ფაქტია, რომ ძალიან ლამაზა, ძალიან ყოჩაღა, ძალიან ენერგიულად და ისევ შემოქმედებითი განწყობით არის და ქალბატონი ნონა, ჩემი უსაყვარლესი, უფროსი მეგობარი, სულ ცოტათი უფროსი მეგობარი. ნუ, ერთი 20 წელზე მეტი. იცით, როდესაც ქალბატონ ნონას ვუყურებ და აი მის მსგავს ისეთ ადამიანებს, რომლებისთვისაც ასაკი არაფერს წარმოადგენს, უბრალოდ რიცხვი იმატებს ხოლმე, თორემ დანარჩენი ასაკი არ ემჩნევა გარეგნობაზე, გარეგნულად მე უკვე აღარ მეშინია ასაკის. მართლა აღარ მეშინია და ვფიქრობ, რომ ასაკი არაფერი არ არის, მთავარია შიგნიდან როგორ ხარ. და რანაირად გამოიყურები. ასე რომ ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი აი ეს ლამაზი მშვენიერი ქალბატონია და ვინც მას იცნობდა ადრე, ვინც მას ახლა იცნობს, ყველა დამეთანხმება იმაში, რასაც ვამბობ და თქვენ თვითონაც ვიზუალურად უყურებთ. ქალბატონი ნონა ღამბაშიძე გახლავთ სცენარისტი, კინოსტუდია მემატიანეს მთავარი რედაქტორი, თუმცა შემისწორა მაშინვე, რომ მე ცოტა ხანი ვიყავიო, ეს ცოტა ხანი რამდენიმე წელი გაგრძელდა, მართალია, მაგრამ ცოტა ხანი ვიყავიო მაინც მაგას ჩივის. მანამდე რედაქტორი ვიყავიო კინოსტუდია მემატიანის. სამწუხაროდ ეს კინოსტუდია ახლა სულ ცოტა ხანია შესაბამისი სტრუქტურების მიერ, დღევანდელი ხელისუფლების მიერ ცოტა მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა, ამაზე ქალბატონი ნონა გვეტყვის აუცილებლად. ალბათ ან დასაწყისში ან შემდეგ გააჩნია როგორი საუბარი გვექნება და რა არის შემდეგ იქნება, მაგრამ ამ თემას აუცილებლად შევეხებით და საკმაოდ გული მეტკინა, როდესაც ქალბატონმა ნონამ მითხრა, რომ ის უნიკალური არქივები, რომელიც ამ კინოსტუდიაში ინახებოდა, აი ჯერ კიდევ 1900-იანი წლების დასაწყისის და შეიძლება უფრო მანამდეც და ნუ შემდეგი ხა ჩვენთვის ეს მართლა დიდი მატიანე და საგანძურია, მე არ ვიცი სად წავიდა, როგორ წავიდა და რა მდგომარეობაში აღმოჩნდება. ქალბატონი ნონა 40-ზე მეტი სამეცნიერო პოპულარული და დოკუმენტური ფილმის ავტორია, რომელთაგან უმეტესობა საერთაშორისო კინოფესტივალზე არის გამარჯვებული. მაგალითად, თუნდაც ერთ-ერთი ფილმი გულიდან გულამდე და როდესაც ქალბატონ ნონას ვკითხე კიდევ სათაურები, მითხრა, რომ დამავიწყდა სათაურებიო არა უშავს, ჩვენ იმ არქივში ჩავიხედებით, იმედი არის მოგვეცემა მაგის საშუალება და ქალბატონი ნონას ფილმებს აუცილებლად თუ კი მისი თანხმობა იქნება, აუცილებლად გავუშვებ ჩვენი ტელევიზიით. თუმცა ერთ-ერთი მისი დოკუმენტური ფილმი ჭადრაკზე ჩვენი ტელევიზიით გადის და ამ გადაცემის შემდეგ ჩვენ ამ ფილმს აუცილებლად გავუშვებთ. ქალბატონ ნონას არც ტელესივრცისთვის დაუწყვეტია გული და იგი მოკლედ ძალიან თავმდაბალი ქალბატონია, მიუხედავად მისი ბობოქარი შემოქმედებითი ხასიათისა, თავმდაბლად იტყვის ხოლმე იმაზე, არა მე დირექტორი ან თავარი რედაქტორი ძალიან ცოტა ხანი ვიყავი. მანამდე აი ასე ვიყავი და მე კი რაღაცნაირად მინდა ვთქვა, რომ ეს ქალბატონი ტელესივრცეს საკმაოდ ბევრი წელის მანძილზე ემსახურა. ქალბატონმა ნონამ დაამთავრა მოსკოვის გიკი და
შემდეგ უკვე ჩამობრძანდა თბილისში და მან აქ განაგრძო მოღვაწეობა. უკვე ჩამოგითვალეთ და გითხარით თუ სად მუშაობდა ქალბატონი ნონა და მინდა რომ მას დაბადების დღე საჯაროდაც მივულოცო. მე უბრალოდ ჩემ ავადმყოფობამ შემიშალა ხელი და მას ვერ მივულოცე ასე საგანგებოდ ტელეეთერით დაბადების დღე. აი ახლა გილოცავ ქალბატონო ნონა და მრავალ დაბადების დღეს დაესწარით. უფალი ფარავდეთ და სულ აი ასე ლამაზად გამოიყურებოდეთ. თქვენს ოჯახთან ერთად დაგლოცოთ უფალმა თქვენს ახლობლებთან ერთად, რომელთა ძალიან უყვარხარ და რომლებიც თქვენ ძალიან გიყვართ. მას თავის სამშობლო ძალიან უყვარს, თავისი თბილისი უყვარს, თავისი ქალაქი უყვარს და ეს ქალბატონი ნაღდი თბილის ქალაქელია. ნუ რავი, ნუ გამიბრაზდებით და ნუ მეტყვით რომ თბილისელი მხოლოდ ხოხობი იყო. კი ბატონო, ვიცით, მაგრამ იცნობდი ხო? იცნობდით ხო? რა კარგია ესეთი ენა მოსწრებულობა. ქალბატონ ნონას ყავს მეუღლე ბატონი ლერი ჯანაშია, მხატვარი, ცნობილი მხატვარი. ყავს ორი შვილი, ქალიშვილი ეკატერინე, სულ მალე მას დაბადების დღე აქვს. აპრილის თვეში 28 აპრილს გამამხილო ხო? ამიტომ საჯაროდ მიმულოცავ მას. ამ დაბადების დღეს მინდა რომ ბედნიერი იყოს, გახარებული იყოს, შემოქმედებით ღვაწლში იყოს სულ და არ დაედოს ფუნჯი. ის ფუნჯი მოკლედ მასთან ერთად უნდა იბრძოდეს. შვილიშვილიც მხატვარია. კი ბატონო, ვაიმე, აი შვილიშვილი გოგონაა თუ? გოგონა არის, გვარსახელი მითხარით? თეკლე თორთლაძე. თეკლე თორთლაძე. მხატვარი არის, მე იმედი არის რომ მას აუცილებლად გავიცნობ, არ ვიცნობ, გულწრფელად გეტყვი, მაგრამ ვიცნობ მის ვაჟს, ბატონ გიორგის, რომელიც არის იურისტი, თავისი სპეციალობითაც და პროფესიითაც. კი ბატონო, როგორ არა? კი ბატონო. ეხლა 16 წლის არის. დიახ. წლინახერის რო იყო, მოვიდა და ენა გავამიყო. ой, ეხლა გაუჭავდი. წადი ეხლა ლუკა აქედან მეთქი. მოვიდა ისევ ენა გავამიყო. მეუბნები. მე ხოით რომ უზრდელი ბავშვები არ მეყვარს მეთქი და იცინეს. რა არის მეთქი სასაცილო და რა პასუხა? აინშტაინი ჩემი უზრდელი იყო. წლინახევრის ბავშვია. ნუ ესე იგი გენეტიკა. აი ეს კაცი მომწონს. ბაშლები რო დაეყარა თავზე და აღმოჩენა რომ აღმოაჩინა. ეგ ვინ ღარი მეთქი? კაცო ნიუტონია ვინ უნდა იყოს? ეს წლინახევრისა მგითხრათ? კი და 2 წლის იყო დაახლოებით ვეუნების ქალიშვილის შვილი ეკაცი და ჩემთან რომ მოხვალ ვახტანგ გორგასალზე წაგიკითხავ მეთქი და რა თქმა შენ წაგიკითხვა ისი არ ვიცი ვინ იყო მეთქი და ჩვენი მეფე იყო ქართველებისო თბილისიც მან ააშენა ცხენძეძის ხელიმაღლა გაწეულიო და რა ქვია იმის ცხენსო არ ვიცი მეთქი არ ცხენიაო მეთქ რა მე თუ ვიცი რომ ალექსანდრე მაკედონელის ცხენს ბუცეფალი ერქვა ჩვენი არ მისთანა მეფის ცხენის სახელი არ უნდა და ამას 2 წლის ბავშვი გეუბნება? ასეთი ენაკლეკილი იყო? კი, ფარაონებზე და რა ვიცი რაზე არ ლაპარაკობდა. და ახლა როგორ ლაპარაკობს აი ამ ყველაფერზე? ახლა ესე იგი კომპიუტერით ისე ისწავლე ინგლისური და რუსული რომ მე მგონი სპეციალისტებზე უკეთით ის. და რა უნდა რომ გამოვიდეს? ეს კომპიუტერთან დაკავშირებით რაღაცა. ჯერ მე 10 კლასშია რა ვიცი. ნუ მოკლედ ხელები ამიწევია. არა ეს ინდიგო ბავშვები რო ქვია ესეთია. ორმა უფროსმა რო იცის, ამან ერთად აღებულმა ამან გაცილებით მეტი იცის. მე ახლა თავი ჩავხარე წეგან ქალბატონი ნონა რო ამბობდა რომ ვახტანგ გორგასლის ცხენს რა ერქვა არც მე. არავინ არ არის ცნობილი. მოკლედ, აი ასეთი უნიკალური თაობა იზრდება, ღმერთმა ბედნიერი ამყოფოს და მე ცოტა ხანში ვაპირებ ქალბატონ ნონასთან ისევ შეხვედრას, იმიტომ რომ როგორც გითხარით დღეს მხოლოდ ერთი ეპიზოდი შემოვიფარგლებით მისი ცხოვრებიდან, როგორც თავშივე აღვნიშნე, ეს არის ეს ეხება ეს ეპიზოდი უკვე გარდაცვლილ სამწუხაროდ ვახტანგ მიქელაძეს, რომელიც ნონა გამბაშიძის ძალიან დიდი მეგობარი იყო. ანუ ესინი მეგობრობდნენ და
მოკლედ მე ვიცი როგორ განიცადა ქალბატონმა ნონამ მისი გარდაცვალება ამ თავისი ერთგული და დიდი მეგობრისა ამაზე ქალბატონი ნონა მოგვიყვება და მომავალში კი როცა მას შევხვდები ქალბატონ ნონას ეს მომავალი ძალიან მალე იქნება მე მინდა იგი აბსოლუტურად სხვა ამპლუაში წარმოგიდგინოთ არა მარტო როგორც შემოქმედი არამედ მისი ისტორიული ცხოვრებით, მისი წინაპრებისა და თვითონ მისი ისტორიული ცხოვრებით. ასე რომ სამომავლოდაც ძალიან წყლიანი, მარილიანი გადაცემა გვექნება და არ მინდა გამომრჩეს ქალბატონი ნონა ეს ბოლო ლუკმად არის ისე რო იტყვიან. შემოვინახე ქალბატონი ნონა ღამბაშიძე გახლავთ საქართველოში ჰოლივუდის ფილიალის გენერალური დირექტორი ვიყავი. არა, იყავით, მაგრამ ხო იცით ეს ვიყავი აღარ არსებობს, ესე იგი ის ადამიანი მაინც იმად რჩება. ანუ ხართ ეს ტიტულები არ იკარგება. ხო და აი ამაზე ორიოდე სიტყვით რო გითხრათ, აი რას აკეთებდა თქვენი ფილიალი? ხო, აი ამ ფილიალს ერქვა ამ საქფილმი. ანუ ამერიკა საქართველო ფილმი. დიახ. რას აკეთებდით და იქ ყიდულობდით ფილმებს ამერიკულ გგზავნდნენ ჩემი მეგობრები და დუბლერს ვაკეთებდით მოსკოვში. ჯერ საბჭოთა კავშირი იყო და მთელ საბჭოთა კავშირში ვავრცელებდით ყიდით. ძალიან კარგი. ახლა არა გაქვთ შემორჩენილი ეს ფილმები? არ გინდათ? ოღონდ პეკატივს არ მიყიდოთ, ისე მიეცით, არა, ხო? ნუ არაფერი აღარა მაქვს. სამწუხაროდ, მაგრამ ჩვენ თუ რაღაც აღმოვაჩინეთ, შეგვიძლია რომ გავუშვათ. კი, მაგრამ ვერ აღმოვაჩენთ, არ არის აქ. აჰა, ძალიან ძველი. კარგით. მოკლედ ქალბატონო ნონა, როგორ ფიქრობთ, ჯერ ბატონი ვახტანგით თემაზე დავიწყოთ საუბარი, თუ მოდით მაინც კინოსტუდიაში შევახოთ ჯერ და იმიტომ ძალიან მტკივნეულია ბატონი ვახტანგი ვიცი რომ თქვენ ძალიან დიდი ტკივილია, მაგრამ არანაკლებ ტკივილი არის კინოსტუდია მემატიანე. მე უკვე მაყურებელს ვუთხარი რომ რაღაცა დღევანდელი ხელისუფლება რაღაცა არა კარგად მოექცა აი ამ კინოსტუდიას და იქნებ თქვენ უფრო განავრცოთ. რა მოხდა? მემატიანე დაარქვა ბატონმა ჭაბუა ამირიჯიბმა, რომელიც კაი 10 წელი იყო დირექტორი და მე ერთად წავედით იქიდან. და ეს ამ საქფილმი და ეს გავაკეთეთ. და უნიკალური არქივი ჰქონდა. ბოლოს დირექტორი იყო რეზო მახათაძე, ოპერატორი. ესე იგი, როგორი აი ამ ფირებს მაშინ კასეტები არ იყო დიდი, ხო? ბაბინები, ხო? ბაბინები 300 მეტრიანი. ესე იგი, აი ამას წერდით, მე წერდი ანოტაციებს. ხანდახან რამდენიმეჯერ მოგცეს ფული, კინო განვითარების ფონდი იყო ვითომ რაღაცა. და რამდენიმეჯერ მოგცეს ფული, ორჯერ მე მგონი. და ესე უფლოდ ვისხედით და ვაკეთებდით ამ ხელა სამუშაო. ანუ ენთუზიაზმზე მუშაობდით. ენთუზიაზმზე. და ისტორიას უნახავდით? კი, აბა რა. და უნიკალური ფიროსმანი, აი მე ფიროსმანზე მინდა ვთქვა. კი ბატონო. ეს რაღაც ფილმს იღებდა ერთი რეჟისორი იყო გიგი მონავარდიშვილი და ჭირდებოდა ძველი კადრები. და დავით სარაჯიშვილი დიდი მეცენატი იყო, ყველა მეცის და მისი გასვენებაა ნაჩვენები და უნივერსიტეტის წინ დგას მაღალი ახალგაზრდა კაცი, ნუ არაჩვეულებრივი, სიმპათიური ძალიან და აი ესე აქეთ-იქით იყურება, კაი 2 წუთი რა და ერთმა თქვა რომ აი მე ესო როგორ გავს ფიროსმანსო და ყველას გაგვეცინა ფიროსმანი არა, საიდან მოიტანე. და მაშინ რა გადავწყვიტეთ, რომ ერთადერთი ცოცხალი, ვინც იყო, ვინც იცნობდა ფიროსმანს, ბატონი ლადო გუდიაშვილი. გავაგზავნეთ მანქანა და მოვიყვანეთ. რომ შემოვიდა და ინახა ნიკალაო იყვირა. ესე იგი ეს ასეთი უნიკალური კადრია. მე კიდე ერთი კადრი რომელიც ჩემს ძალიან მოქმედებს, ბერიას უკავია იარაღი და რომ ესე ისვრის და რაღაცა და მე ცით 37 წელს რა მოხდებოდა მოგახსენებათ და ორი ქალი იყო მემონტაჟე. სკოლაც არ ვიცი ქონდა დამთავრებული თუ არა მემონტაჟე ახლა პრესტიჟული პროფესია და მაშინ
აი ამას ამ ფირებს, აი ამ 300 მეტრს აწებებდნენ, მეტი არაფერი არ იცოდნენ. მოუპარავთ 1.25. ამ ქალებმა მოიპარეს? ამ ქალებმა მოიპარეს. ой, რა სამო. და ჩუბა წაიღეს. და მე უკვე იქ მუშაობდი 70-იან წლებში, რომ უკან მოიტანეს. აი ესე გადაარჩინეს უნიკალური არქივი. აი ესენი არიან პატრიოტები. ეს რატომ მოიპარეს ეს გადაარჩინეს დამალეს. და ეს რო ასეთ ტიციან ტაბიძე მიხეილ ჯავახიშვილი, აი ეს დახრეტილი ხალხი, ვინც დახრეტეს მერე და პირებზე არის გაცოცხლებული. პირებზე არის ყველა და აი ეგ იყვნენ პატრიოტები და სამშობლოს მოყვარეულები და რა ისე რომ გამოდიან და ყბედობენ რაღაცებს. და აი ახლა რა შეემთხვა ამ კინოსტუდიას? აი რატო ხართ გულდაწყვეტილი, რა მოხდა? რა მოხდა და ჩვენი მხარე იყო ფასადის მხარე. ჯერ ეს ერთი 15 წლის წინ მოვიდა ჩვენთან, მოიყვანეს ძალიან ცნობილი ქართველი თურქი მილიარდერი, რომელიც ათეულს შედის მილიარდერების და რო ნახა ეს ჩვენი შენობა, ამასო მეო თავიდან ავაშენებო, აი ამ სტილშიო, რომ არ განსხვავდებოდესო. და ქვემოთაც თქვენიაო გარაჟი. ჩვენია ვთქვა და აი გავაშენებო ფონდსო. სოფლიოში საუკეთესო აპარატურას გეყიდითო. ყველა ფილმს დავაფინანსებო. ჩუქნით ყველაფერს, მე არაფერი არ მინდა, ქართველი კაცი ვარ და ჩემ ქვეყანას ჩუქნიო. ანუ ლაზი იყო, ხო? ისმეთ აჭარლი იყო, სტამბოლში ცხოვრობდა, ნამდვილი გვარი გოგლიძე. ლაზი იყო ალბათ, ხო, თუ? არა. კი ბატონო, კარგი. და მოკლედ, ეს არ მინდა ეხა დავასახელო, აღარ არიან ცოცხლები, ვინც გაიგო ესა, გააგზავნეს იმ კაცთან. ვიღაცები და მოკლედ ჩაშალეს ეს ამბავი. იმიტომ რომ უნდათ ამ შენობის გაყიდვა. და ჩვენი არქივსაც გააჩენეს იქ რაღაცა საცხობი გააკეთეს და ბევრი ფირი დაიწვა. ხო, ეს მე ბატონი ალექსანდრე ჟღენტიდან ვიცი, როდესაც არაჩვეულებრივი პიროვნება, ისიც ჩვენთან მუშაობდა. კინორეჟისორი დიახ და უზენაეს საბჭოს თავმჯდომარე და მე ერთი პერიოდი, ნუ აი იქიდან ძველ რაღაცა ის შემორჩენილ ფირებს ვახმოვანებდით ჩვენ და ბატონმა ალექსანდრემ გადმოსცა ტელევიზიას თავისი შედევრები, ჩვენს ტელევიზიას და იმისგან ვიცოდი როგორ დაიწვა, როგორ განადგურდა და ეს 90-იან წლებში იყო, ხო? ეს 90-იანებში იყო. და აი ახლა დღეს და რა ხდება? ახლა იქიდან გამოყარეს და ქართულ ფილმში გადავედით რაღაც სარდაფში. სადაც იყო ეს ფირები ჩვენი და ის საწოდავი რეზო იჯდა იქა და ასუფთავებდა ამ ფირებს და აკეთებდა რაღაცას, უვლიდა მოკლედ. და გაარემონტეს ახლა. და ამასინათ მინდოდა შესვლა, რომ მენახა რა და არ შემიშვა. დაცვა იყო თუ იყო არ ვიცი. და კულტურის სამინისტრო მაშინ თეატრალკიანი იყო, გასართობ ცენტრს აკეთებენ. ბავშვების თუ რაღაცის. აი ამისანო უნიკალურ შენობას და აი იცით რა, აი ველური ტომები რო არიან აფრიკაში და რაღაც იმგეში. კინო რო საერთოდ არ უნახავთ და რა არის არიციან. ყველა აქვს დოკუმენტური მასალები. იმიტომ რომ ეს შენი ერის ისტორია. რა თქმა უნდა. კაცო, ბატის ფრთა არ მეკავა ხელში, მაგრამ კამერა ხომ ეკავა რა. და ეს უნიკალური ისეთი კადრები გვაქვს, ისეთი კადრები. ჯერ მარტო პირველი სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური კინო, ფილმი სოფლიოში გადაიღეს ქართველებმა აკაკის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში. ნუ აი თუნდაც ეს რა დღის, არა? ხო და არა ინტერესებთ არა და რაღაც სისულელეს იღებენ და სულელურ ფილმებს და არაჩვეულებრივი სცენარები მაქვს ისეთი საინტერესო ქვეყნისთვის საჭირო არა ვერ ვიშოვე დაფინანსება ვერაფრით ისაც არ ვეუბნები ყველა ლამის ატირდეს რომ აღარებები არიან მილიონერები არიან და რეკლამებს აკეთებენ რაღაც სულელურ რეკლამებს და რა გადაცემებს კი ბატონო გეთანხმებით არ ვიცი და ან რა ფილმებს იღებენ ეხლა თანამედროვე ფილმის ყურება მე არ ვიცი რაღაცა შოკის მომგვრელი აი დიქტორები გამოდენ ერთი სიტყვა რო შეგშვა და მოხსნიდნენ სამსახურდან როგორი ქართულით მეტყველებენ არა ეს ქართული არ არის ალბათონო ქართული არ არის ეს მე არ ვიცი ოკეი
კი ბატონო. არის ეს ოკეი კაცო, რატო უნდა თქვა, ქართველმა დიქტორმა ოკეი რატო უნდა თქვა? აბსოლუტურად გეთანხმებით. მე ეს გაწელილი ბევრი ხალხები იყო, ბევრი ხალხები რას ნიშნავს? და აი არ ვიცი, მოკეთ ისეთნაირად ისეთი ქართულია, რომ გული მიწუხს ხოლმე რა, აი ცხვენია. ჩემი მეუღლის ძმა ბატონი გოდერძი როჭიკაშვილი ისიც გარდაცვლილია. ჩვენ მიყვარდა ასეთი ჩემი რუბრიკა იყო საზოგადოება და სამართალი და ქართულ მეტყველებაზე მქონდა ხოლმე ის ესე იგი რაღაცა უნიკალურ ჩანაწერებს აკეთებდა აი ბჭყალებში მეტყველებდნენ როგორ მეტყველებდნენ ბჭყალებში ვამბობ მეტყველებენ ეს დღევანდელი ნუ ჩვენი წამყვანები ტელეწამყვანები და ეს საშინელება არის, იმიტომ რომ აბსოლუტურად არანაირი გრამატიკა, არანაირი სიტყვათა წყობა, არანაირი აი მე არ ვიცი რა არის. მე არა, ვინას არის 22 წლის ბავშვი რო პროფესორი იქნება, ეს სრული პროფესორი თუ არასრული რა არის, ვერ გავიგებ. იმან რა უნდა ასწავლოს, თვითონ არ იცის არაფერი რა. ძალიან მძიმე თემას შეეხო ქალბატონი ნონა მე ვთხოვ მას რომ როდესაც ჩვენ კიდევ შევხვდებით ერთ-ერთი ეპიზოდი აუცილებლად იყოს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით იმიტომ რომ ეს ძალიან მძიმე მომენტია ჩვენ ისტორიას კარგავთ მაშინ როდესაც იგივე ვთქვათ აი აღმოაჩინეს ახლა ასე განაცხადეს რომ თურმე ფილმი ნაწარმოები და არა მარტო ფილმი აკაკი წერეთლის ბაშიაჩუკი ყოფილა დისკრიმინაციული ნაწარმოები. რატო? მე თქვენ გეკითხებით რატო ქალბატონო ნონა? რატო დისკრიმინაციული? ხო და მაშინ ორივე ერთად ვკითხოთ იმათ, ვინც ეს ასე გადაწყვიტა რომ იყოს. ეს სიტყვა იციან რას ნიშნავს? ალბათ არ იციან. ყოველ შემთხვევაში აკრძალეს, ან შეიძლება ძალიან კარგად იციან და აკრძალეს და ოღონდ რატო არის დისკრიმინაციული? მე მართლა ვერ ვუშვებ, აი 1000-ნაირი მით გადავხედე ყველა სტრიქონს და ნუ რა თქმა უნდა ბუნებრივია, ჩემს ტელევიზიაში აღარ გადის ეს ბაშიაჩუკი. გაცინოთ კიდევ სასაცილო კი არა სატირალია, ხევისბერი გოჩა ტერორიზმს გადაგებს. ტერორიზმს რა? კი ბატონო. აკა ეს ყაზბეკის ტერორისტი იყო ალბათ. ალბათ. და მე ვერ გეტყვით ახლა ეს რას ნიშნავს? ბებიაჩემის ბიძაშვილი იყო. მართლა? აი ბიძაშვილ მამიდაშვილები. აი ხომ გითხარით მაყურებელს ვუთხარი მე ქალბატონო ნონა რომ ჩვენ რო შევხვდებით შემდეგ ჩვენ ქალბატონი ნონას აი მართლა რომელი ფესვებიდან მოდის რა წრეში იზრდებოდა როგორი სანათესაო ყავდა და თვითონ როგორი ცხოვრება ჰქონდა ჩვენ აი ამ თემაზე უკვე ისევ ალბათ აი ამ რუბრიკაში კვირის ფერები პლუს ქალბატონი რომელიც ამშვენებს ქალაქს აი ამას ხანია უკვე რომ სტუდიაში აღარ მუშაობდა დღე არ გავა რომ იქ არ ვიყო ფიქრებით ისეთი კოლექტივი ჰქონდა ისეთი ყავდა ჰქონდა ისეთი აი ერთ ოჯახად ვიყავით სულ და რა ვიცი მოდით მაყურებელს ვეტყვი მე რომ 1967 წლიდან შეიძლება ცოტა უფრო ადრეც ყოველ შემთხვევაში 67 წლიდან ასე ჩავთვალოთ ქალბატონი ნონა 60 წელზე მეტხანს მუშაობდა 63-მდე 60-მდე, კარგით. 60-მდე, ანუ 50 წელზე მეტხანს მუშაობდა კინოსტუდია მემატიანეში და ამიტომ მე წარმომიდგენია მისი აი ეს განცდა და აი ეს დამოკიდებულება თავისი 8 წლის მიმართ თავისი უნიკალური კი ბატონო. მეგობრებიდან შემოგჩათ აი ესეთი ნელი დოლიძე არაჩვეულებრივი პიროვნება ჩვენი გაყოფილების სამეცნიერო პოპულარიზაციის აქედან მოვიკითხავთ ყველას ვინც შემოგჩათ დიახ. ეხლა ხდება 93 წლის დიდხანს სიცოცხლე ძალიან ესა თბილისში ერთ-ერთ ლამაზ ქალაქად ითვლებოდა და არაჩვეულებრივი პიროვნება იყო და ნიჭიერი. აი და ყოველ კვირას დავდივარ მასთან რა თქმა უნდა. ერთხელ ქუჩაში ვნახე ქალბატონი ნონა მობრძანდება, ვერ ვიცანი რომ ქალბატონი ნონა იყო, ესეთი გოგონა მოდის რაღაცა დუტის პალტოში ლურჯი ფერის, კარგად მახსოვს ეს და ესე შევხვდით ერთმანეთს და უცებ რომ მიიქცია ყურადღება, ჩემი ყურადღება და
და შევიცანი ნონა, ქალბატონი ნონა. კი მითხრა რომ ქალბატონი არ დამიძახო, ნონა დამიძახო, იმიტომ რომ ის ისეთივე ახალგაზრდა როგორც მე და ასე რომ ჩვენ ახალგაზრდები ვართ. ეს ხმის ოპერატორი ყავდა შურა ძაგანია. აი ეს არის იმედა რომ თამაშობს. რა ქვია, საბუდარელი ჭაბუკი. იქ რო ძაღლი რო იყებს და კონტინუა ეს სუეს შურას ის არის ის ყებს და ის კნავის. უი რა სამბობ? ანუ გამხმოვანებელი იყო ძაღლის და კატის. ხო, ხმის ოპერატორი იყო და ერთხელ მითხრა შენო მე მიკვირს რომ შენიო არ ცხენია ქუჩაში დადიხარო მთელი ხალხი გიყურებს რატო შურები ძემდი გავგიჟდი მაგზულებს რომ მიაჩხარულებ კიდე ვინ მოვიკითხოთ აბა თქვენი მეგობრებიდან ვისი სურვილი გაქვთ ვინ არიან მოკლედ ნონას მეგობრებს ყველას მოგიკითხავთ და მის კოლეგებს ვინც აი მას შემორჩენია და ახლა ამ გადაცემაში რომ უყურებს ნონა ღამბაშიძეს უხარიათ ძალიან უხარიათ და ასე რომ შემოგვეხმიანეთ ჩვენს მიერ მითითებულ ტელეფონებზე და მოიკითხეთ ქალბატონ ვახტანგ მიქელაძეზე აუცილებლად ახლა უკვე გადავიდეთ აუცილებლად ჩქარობს ქალბატონი ნონა და გადავიდეთ ბატონო დღეს არის 40 ვახტანგის დღეს როდესაც ეს გადაცემა იწერება არის 16 აპრილი მინდა ჩემ შვილიშვილს ნინი ბებიავას მიულოცოთ დაბადების დღე ეს 19 წლის გახდა მადლობა და ვუსურვო ბედნიერება ჯანმრთელობა და აი ეს გადაცემა 16 აპრილს იწერება 2025 წლის ეს გადაცემა ხშირად განმეორებით და იმიტომა კონკრეტება ამ თარიღს თუმცა ეკრანზეც მითითებულია თარიღი და 16 აპრილს ზუსტად დღეს ყოფილა ვახტანგ მიქელაძის 40 გავიდა უკვე და ღმერთმა სასუფეველში დაამკვიდროს მისი ბავშვობიდან ტანჯული სული და მისი ოჯახი რეპრესირებული ოჯახიდან დედმამა დიახ დირიჟორი ცნობილი დირიჟორის ევგენი 14 წლის იყო რომ დაიღუპა და გეტყვით როგორ დაიღუპა კი ბატონო მოდით პატარა ანოტაციას ან თქვენ მოყევით და მე გავაცნობ მაყურებელს პატარა ვიკიპედიიდან ამოღებული ბიოგრაფიული მონაცემებით ბატონი ვახტანგ მიქელაძის შესახებ 23 სკოლაში ელიტარული სკოლა რა თქმა უნდა ილია ჭავჭავაძის ილია ჭავჭავაძის სახელობის და ერთხელ მე და ჩემი მეგობარი ნანა ბარკაია გავიპარეთ შატალოზე ვარ და მაშინ ქალთა სკოლა იყო თუ უკვე შერეული იყო არა მე 6 კლასში ვიყავი რომ შეგვერთის და ყოველთვის რატომღაც მომწონდა ქრონიკა იყო პლეხანოვზე სადაც აი დოკუმენტური ფილმები გადიოდა იქ დავდიოდი ხოლმე რა ადგილაც იყო ეს ქრონიკა როგორ გითხრათ აი ფილარმონია ხო ძველი ფილარმონია იქ ახლოს ხო და მივდივარ წავიდეთ კინოში და შევიდეთ მაგრამ ფული რა არ გვაქვს ამ დროს მოდის ახალგაზრდა ბიჭი ჩვენ ვართ რამდენის ნუ 13 წლის ალბათ 12 წლის მოდის ბიჭი სტუდენტი იყო მაშინ უკვე გპ-ში სწავლობდა თურმე პირველ თუ მეორე კურსზე და ნანა ისვენებდა იმ წელს ნანა და ეს წყნეთში და ეს ვახტანგი გვერდ არქაია ჩემი კლასელი და ჩემი კურსელი მე მოსკოვში ცხოვრობს ისიც მე გავათხოვე ხო ცოცხალია კი ცოცხალი მოვიკითხოთ დიახ და ომე ვახტანგო ისიც მოვიდა გავიცანი მაშინ და ძალიან ესეთი გარეგნობა ქონდა დასამახსოვრებელი თქვენ კადრში ხედავთ ვახტანგ მიქელაძის ფოტოებს მართლა საოცარი გარეგნობის ადამიანი დიახ საერთოდ ხარ ბავშვებო და ჩვენ ხარ თუ კინოში გვინდა წასვლა მაგრამ არ ვიცით როგორ წავიდეთ ფული არ გაქვთ რა და აი ესე ჩაიყო ხელი და წინდიდან ამოიღო ფული და მოგცა წინდიდან რატო იქონდა შენახო თუ ბეხსაცმელში გოდა ესე დამამახსოვრდა და ისა და მე მაშინ გპ-ში სწავლობდა მე დაანება გპ-ში თავი იმიტომ უნდა და კინო რეჟისორობა და მე კიდე რატო გადავწყვიტე კინო
ჯერ არქეოლოგობები, ჯერ ბალერინობები და ფრიდაობა. დადიოდით ბალეტზე? არა. არა. და მე აი ბორჯომში ვისვენებდით მერვე კლასში მეშვიდეში ვიყავით. მიშკა ჭიაურელიც მაშინ ვისვენებდა მიშაც, ჩვენ სკოლაში სწავლობდა ერთი წლით წინ იყო. დიდი მიხეილ ჭიაურელი. დიდი მის შვილიშვილი. აჰა, შვილიშვილი. არა, ის როგორი ხო, არა, გამიკვირდა და იმიტომ დავაკონკრეტე, იმიტომ დაგაზუსტებინე, ხო. და აი დოკუმენტალისტები იყვნენ ჩამოსულები და იღებდნენ ფილმს. საშა მამულაშვილი იყო ეგეთი, რომელიც აკაკისაც იცნობდა, უძველესი და იღებდა და ისე მომეწონა, მაგრამ ისეთი კამერა იყო, ისეთი ხმაურობდა. რომ არ საშენელება და სახში გამოვაცხადე, რომ მე უნდა გავხდე კინორეჟისორი, არ მინდა არსად სწავლა. და მაშინ იყო აი ესეთი რომ უნდა ქონოდა სტაჟი, რაღაცა 2 წლის თუ 1 წლის და წავედი აი და ბიძაჩემი, მამიდა ჩემის მეუღლე, რომელმაც დაარსა სხვათა შორის ტელევიზია საქართველოში. პირველი თავმჯდომარე რადიო ტელევიზიის ის იყო ანტონ კელენჯიერი, ცნობილი პიროვნება. ხო იმა გამიკეთა ვახტანგ კუპრავა იყო დირექტორი მაშინ აი დოკუმენტური ფილმების და იქ გამიშვეს სამუშაოდ რამე ვალებოდა ხა 17 წლის ბავშვი ვარ. არ ჩავაბარებ თან კარგად სწავლობდი სკოლაში. რა და ვინ აგვიანებს და ვინ ეს აცდენს. ანუ გადაღების დროს ხო? არა, თანამშრომლები. და ის ყავდა რა ქვია, ქალი ასაკოვანი კადრები და კადრებში ვის ნიშნავდნენ მოგეხსენებათ. კი ბატონო. ხო ეს უშიშროებასთან დაახლოებული. ყველაზე ნათელი მოგონება ამ ქალის იყო, რომ ერთხელ მიქოიანმა როგორ დაპატეჟა საცეკვაო თუ იმე საწყალი დიახ. ხო და სია უნდა მომიტანოო მითხრა. თანო ვინო რას ლაპარაკობსო ყველაფერი უნდა მომიყრა. ანუ დამსმენად იმუშავა. ხო, ესე უნდა დაეტყობა და მე ეხლა თავიდანვე ესეთი აფერისტი ბავშვი ვიყავი, რომ მივხვდი რა უნდა. ხო და ჩამოვწერე სია. პირველი დავწერე დირექტორი, მოადგილე, პროფკომი, მთავარი და გურამ პატარა იყო მთავარი რედაქტორი, ჩამოვწერე სია და გაგიშდა. და შევარდა დირექტორთან და შეიტანა ნახეთ იმ ლაწირაკმაო რა სია დაწერაო და ვინ აგვიანებს სისტემატურად. დაუძახერთიო, შევედი. ეს რა სია არისო და მე უთხარი რაც მითხრა ნადეჟდა ზოსიმოვნა ის არის მე უთხარი ვინ აგვიანებს სისტემატურად თქვენ აგვიანებთ ყველა. კი ასათიანი სამხატვრო ხელმძღვანელი გიორგი ასათიანი ცნობილი. ეს კი გავაკეთებთ და ეხლა ძალიან მიამიტის სახე მივიღე, მაგრამ მეორე დავალებას ვერ ვაკეთებ, იმიტომ რომ ცუდი მეხსიერება მექმნეთ კი და მეორე დავალება რა არისო? მე თქვი ვირას ლაპარაკობს რომ გადავცემეთკი. ესე მიამიტურად რომ ვერ მივხვდი რა ვამბობდი ხო და ნუ გაგიჟდა გადიშულო გარეთო გამომაგდეს გარეთ და ისეთი ყვირილის ისეთი დღე დაახარეს საშინლებს ვერ რა თქმა უნდა ოჩა გამანება თავი აი ესე და მე და ვახტანგი მაშინ სწავლობდა გიგში მეორე წელს კიდე 1 წელი იყო სტაჟი და მე გახდა 2 და დედა მითხრა კაცო ჩააბარე ჯერ უნივერსიტეტშიო და დაამთავრებო მე კი ბატონო რაც გინეს გაკეთე ინცეს ფილოლოგიურზე ჩავაბარე უნივერსიტეტში და დაამთავრე კიდევ რომ დაამთავრე მე ისე ანუ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩააბარე ფილოლოგიური და მე წახვედი და მუშაობდი აქ მე მაშინ რამდენი წლიანი იყო 5 5 და ესეთი ლექტორები ყავდა რა ვიცი თქვენ დროს ვინ იყო რექტორი ჩემ დროს იყო ვეკოა ხარაძე ევგენი ხარაძე და მე უკვე აი რამ გადაგაწყვეტინათ მაინც მოსკოვში წასვლა მე მინდა მაყურებელს დაუსწრებლად ვიყავე დაუსწრებლად კი ბატონო მე მინდა მაყურებელს მოდით არ გამომრჩეს ვუთხრა რომ ქალბატონმა ნონამ დაამთავრა როგორც გითხარით გიკი მოსკოვში ნუ თსუ აქ საქართველოს თბილისში და მოსკოვში ეს კინოფაკულტეტი და იგი გახლავთ კინოდრამატურგი აი ამ სპეციალობით წერია დიპლომში და სასცენარო ფაკულტეტზე იყავით კინო და ტელევიზიის ლიტერატურული მუშაკი ეს წერია ერთადერთი ვარ მე მგონი საქართველოში ეს ტელევიზია ვარ რა ვიცი და ისეთ პრაქტიკას ოსტან კინოში გავდიოდი და
ისეთ ხალხთან მქონდა ურთიერთობა, მეგობრობდი ბატალოვთან, ჭიხონოვთან. მე ალენდელონთან და ბელმონდოსთან. ხო, ნუ ეხლა თქვენ ხო აი ეს როგორ ერქვა ამ ფილმის გენდირი იყავით და ფესტივალებს ხო კანში ვიყავით მე და საქართველოს და ლია ელევა და მე ვიყავით კანში ფესტივალზე და გაიმარჯვა თქვენმა ფილმმა. არა, კანში არ იყო. ჩვენი ფილმი არ იყო. და მე უნდა მოყვე ანდრეი მიახკოვი იყო სლოქენ პარა არაჩვეულებრივი პიროვნება და ბედის ირონია ანუ გამოთ აი თავი პერსონაჟი ინტელიგენტი ცოლთან იყო და კაზინოში წავედი და თქვენ კი მიყვარს ასეთი აზარტული ხარ ხო და მოვიგე რამდენი იყო 5000 თუ რა 30000 ფრანკი მაშინ ფრანკი იყო და ვაგზელები და მოვიდა და ყურში მტაცა ხელი ამნოშიას ობირა ესე არჩევდა მითხრა ეგრე იციანო ახლა ახალს ვნახავენ მოაგებიები და მე აგებიები მოწაგებო და გამომიყვანა და კი შემჭა ეს ფული აი ესეთი აზარტული ყავს ქალბატონი ნონა აზარტული ვარ კიდე რაში ხართ აზარტული ნარდი მე ცხონებულ და ეჩემს უყვარდა კიდე ნარდი და ხო მე და ჩემი ქმარი თამაშობდა ეხლა სულ ეჩხობები ხოლმე ჩვენგან ახლა 50 თუ იგებთ მე ვიგებ ძირითადად გაგებინებთ მეუღლე არა და აზარტული მოთამაშე რაზე თამაშობთ არაფერი ოხ როგორ არა ეხლა რაღაცა გექნებათ აი ეხლა ცხვირი გაიმურე ან თქვა აი ეს ეხლა აი ეს კაბა მინდა და ეს მიყიდე არა ძირითადად მე ვიყავი შემომტანი ოჯახში ყველაფრის აჰა ნუ მხატვარს ყოველთვის ესეთი ძნელბედობის ჟამი აქვს ხოლმე მხატვარს ფინანსურად დიახ და ვახტანგზე მინდა ხო კი ბატონო და აი მეორე დროდის შეხვდით ისევ სკოლის პერიოდში შეხვდით უკვე გიგში არა უკვე გიგში კი არა უკვე სტუდიაში მუშაობდა აი ამ ქრონიკა დოკუმენტურ ფილმებში მაშინ მემატიანი არ ერქვა სამეცნიერო პოპულარული დოკუმენტური ფილმების სტუდია ესე ერქვა ჭაბლომ დაარქვა მე მემატიანი და ნუ ძალიან მეგობრობდით ანუ თბილისში შეხვდით ისე თბილისში შეხვდით ისე თბილისში შეხვდით და ნუ საერთოდ სამეგობრო წრე ყავდა ესე იგი ვახტანგი მე ის ნელი დოლიძე ძალიან ლამაზი ლევან ცინცაძე ჩემი მეჯვარე იყო მე ლევანის და ნელიც დათო კობახიძე პიერ კობახიძის შვილი აი ოთარ გურგენიძე იყო არაჩვეულებრივი რეჟისორი ნუ ესე ბონდო ნიკოლაიშვილი ყოფილი კანონიერი ქურდი მაგრამ აი არაჩვეულებრივი პიროვნება და ვახტანგი და ძალიან მეგობრობდნენ და ერთი წრე ვიყავით სულ და ესეთი ბედნიერი წლები იყო ეგეთი ესა სიტუაცია სამსახურში მე არ ვიცი თანაც მე კარგი ბიბლინებები ყველა მეცნიერს ვიცნობდი დაწყებული ნიკო მუსხელიშვილი მაშინ ის იყო პრეზიდენტი აკადემიის კოსმონავტები და რა ვიცი ძალიან ესეთ ხალხთან მქონდა ურთიერთობა და ძალიან საინტერესო ფილმებს ვიღებდით და ვახტანგი ჩემთან ახლოს ცხოვრობდა მე პლეხანოვზე ცხოვრობდი ვარანცოვის კიდის საბჭოს ქუჩაზე და მამიდასთან ცხოვრობდი ვარანცოვზე რა ნომერში ცხოვრობდით როგორ ქუჩაზე არა პლეხანოვზე 22 ნომერში ეხლა რო აღმაშენებლის გამზირია ხო ისა და დავდიოდი ხოლმე და ისიც მოდიოდა რა თქმა უნდა და როცა ვახტანგი მივნებაში იყო ამ დეიდათამართან მივდიოდი ხოლმე და ნუ ეხმარებოდი რაღაცა კიდე და ევგენი მიქელაძის და ექიმი და იმისგან ვიცოდი აი ეს დაჭერის ყველაფერი ეგენი მიქელაძების ოჯახი ცხოვრობდა ესა ეხა რა ქვია ქუჩას ვერაზე და ფილიპე მახარა ამ საში ცხოვრობდა ფილიპე მახარაძე არის გაკრული ისა აი იქ ცხოვრობდა ევგენი მიქელაძე და ესა და ევგენის სიმამრი იყო მამი ორახელაშვილი ამერკავკასის ცეკას რევოლუციონერი ხო და ისიც მიახრიტეს მოკლედ. კი და ისე სხვათა შორის მამიაზე იყო ეს ჩანართს გავაკეთებ, ასეთი კითხვა რომ როდესაც მამია ორახელაშვილი ეს წერს არის ასეთი მოგონება რომ ეს იუნკერებიო რომ ნახევ აი ამდენი იუნკერი დაღუპულიო, დახვრეტილიო
გული კი ნაღამ გამისკდაო და კითხვა ისმებოდა რომ აი შე როგორღა გაჩნდი იქო ანუ მამია ორახელაშვილს ასე ეკითხებოდა ანუ თითქოს მამიასაც ბრალდებოდა რაღაცა და ხო დაითქვე რა სიტყვით ამაზე ეს ჩანართის სახით გავაკეთე იმ თავრობის წარმომადგენელი იყო და იძულებული იქნებოდა რომ მათ მასაც ხელი ჰქონდა გასვლილი მამსის ხელში არ ვიცი მაგრამ ნუ ისე თანამდება ჰქონდა რომ რევკომის თავმჯდომარე თუ იყო კი ბატონო კარგით მე და ესა თურმე ერთხელ ეს ევგენი დირიჟორობს ოპერაში და გენერალური რეპეტიცია იმიტომ რომ მიდიან მოსკოვშია დეკადა 27 წელია და შესულა ბერია დარბაზში და ამას გაუჩერებია და უცხო შემოსვლა არ შეიძლება მიბრძანდითო და გააგდო დარბაზიდან ნუ ახლა ბერი ამას კარგად დაიმახსოვრებდა რა თქმა უნდა და რო დაიჭირეს ნუ მე ეს აი და თამარი მეყვებოდა ბატონ ევგენის ძმა და რომ ღამე იყო 2 საათი და პირველ სართულზე იტალიურ ეზოებს რო ქვია ესეთ ეზოში ცხოვრობდნენ პირველ სართულზე ორი პატარა ოთახი ჰქონდა და აივანი და კაკუნი მესმის აი ღამის 2-3 საათი იქნებაო და მე ვთქვი ვინ არისო გავყავით თავით და ავლებ ზურაბაშვილი ეს ფსიქიატრი და თამარ გამოიხედო ჩუმად მეუნებაო გავთ რა იყო და ოღონდ რომ მოვედიო არავისან არ თქვაო დღეს გამომეცახესო ციხეშიო პაციენტთანო და ჟენია დავინახეო მოყავდათო დერეფანშიო ცოცხალი ოღონდ ყურები ქონდა ახვეულიო ხო ეს ხო და თურმე რაში იყო ეს საქმე და ცოცხალიაო და გამახარაო და ჩუმად გაიპარაო და თურმე რა მოხდა და ჯერ დააბრმავეს. კი. და მე ბერია მისულა. ესე კამერა შესვლა და ამას უკითხე ლავრენტი Павел, это вы да? Откуда ты знаешь это? Вы же знаете, какой у меня слух, если гера. როგორი აბსოლუტური სმენა მაქვს. და გავხრიტეთ ყურებიო. და ესე მოკლედ და ეს მიზეზიც თქვით აი რატო ერჩოდა აი რატო გაუკეთა ეს ლავრენტი ბერიამ გარდა იმისა რომ მან უთხრა რომ უცხო პირების დასწრება აქ არ შეიძლებაო ანუ ქეთუსია მოეწონა ხო აი ეს იქნებ მოყვეთეს ქეთუსია ანუ ევგენი მიქელაძის მეუღლე ქეთუსია ორახელაშვილი და აი მამიას ცოლი იყო კომისარი განათლების დარგში რაღაცა და ქალი იყო მიქელაძე იყო სხვადასხვის გვარდა ისეთი ქალი ყოფილა რევოლვეთ რო დადიოდა და ერთხელ მიდის სახში მახარაძის ქუჩაზე ცხოვრობდნენ რა ეხა რა ქვია ხო იგორო სოლოლაკში და მიდია მოდის სახში და ხედავს რომ მანქანაა გაჩერებული შავი ლიმუზინი ბერიაში და ქეთუსია დგას კარია გამოღებული და ბერია ელაპარაკება და ამ გობესოსთან რა გინდა რომ ელაპარაკებიო თქვა და ტაცა ხელი თავიშულს და იმ გობესომ სამაგირო გადაუხადა ორი დღის მერე დაიჭირა ეს არ შეიძლებოდა ამის თქმა ვინც გინდა იყოს მართლა გობესო რო იყოს როგორ შეიძლებოდა და ესე და მე გადაასახლეს ეს მამიაც თავისი მეუღლეც დახვრიტეს და ქეთუსიაც დაიჭირეს კი ბატონო ჯერ ქეთუსია დაიჭირეს არა თუ არა ჯერ ევგენი დია და მე იმ სახში არ მინდა ახლა თქვა იმიტომ რომ მისი შთამომავლობა ცოცხალია შეასახლეს ერთი მომღერალი რომელსაც ევგენი მიქელაძე გადაყვა და კარიერა გაუკეთა გადაყვა და ის გაჯეჯილდა იქა იმ ავეჯი და ქეთუსიას კაბები რო ეცვა და ბავშვები 3 წლის იყო თინა და 1 წლის იყო ვახტანგი სარდაიმაში საკუჭნაოში იყვნენ და მოსამსახურე ქალი და გამოვარდებოდა ეს თინა და დედა გაეკიდებოდა კაბას რო ხედავდა დედამისის და მე რო წამოვიდნენ და მამიდასთან იყვნენ და ის მოსამსახურე რუსის ქალი მისულა და ამ ქალისთვის უთხოვია მომღერლისთვის რომ
ბავშვის უპირესო და თოჯინა აქვე საყვარელი და მომეცითო და გამოაგდო ქალმა არ მისცა თოჯინაც. ვაიმე, ესე იგი, ვერაფერთ ვერ ხვდები ვინ არის, აი თითქოს მგონია რომ ყველაფერი ვიცი და ამ დროს რამდენი დეტალი არ არის. კი ბატონო, კარგი. უხერხულია, იმიტომ რომ მისი შთამომავლობა ცხოვრობს დღემდე იმ ბინაში. ალბათ, ხა მისი ძმისშვილიც იცნობთ თქვენ და იმიტომ არ მინდა თქვა. კარგი, როგორ მაინტერესებს, კარგი, კულისებში მითხარით მე რა დამთავრდება, კარგი. და იცით რა მაინტერესებს, აი მე როდესაც ვახტანგი ბრუნდება, ეს კითხვენ მოყვებით ამ ყველაფერს, მაგრამ კი ბატონო, აი ჩანართის სახით მინდა გავაკეთო, უბრალოდ აღარ მეყო მოთმინება რომ დამეცადა. როდესაც დაბრუნდა ვახტანგი თბილისში რო ჩამოვიდა, არ დაიბრუნა იმ ბინაზე, არ თავის ბავშვობის ბინაზე არა, აი იმაში, იმ საბჭოს ქუჩაზე, ეზოში ტუალეტი, სამზრელო და აი იქ ცხოვრობდა და ქეთუსია მე გადასახლებაში გათხოვდა. რუს გაყვა დრაზდოვს. ხო. და ვაკეში ცხოვრობდნენ აი ბარნოვის ქუჩაზე, მშვენი, ეხლაც კოლა იქ ცხოვრობს. ცოცხალია, ხო? კოლა კი 70-ის გახდა კოლა. კარგით, მოდით განვაგრძოთ ახლა, ესე იგი გამოაგდო იმ მომღერალმა ქალმა, სათამაშო არ გამოატანა. სათამაშო და ქეთუსიას კაბებიში იყო გამოწყობილი, ესე დადიოდა თურმე. აი ესე და რომ მოვიდნენ ამათ გადასასახლებლად იმ თამარა დეიდასთან. თინას უთქვია, ხვალო საკონტროლო მაქო და როგორ წამოვიდეო. ანუ უკვე ამ მცირეწლოვნობიდან რო გადავიდნენ ცოტა სრულწლოვნობისკენ სკოლაში. და გადაასახლეს შუა აზიაში და დაბრუნდა სტალინის გარდაცვალების მერე და ძალიან უჭირდათ აი რომ მახსოვს ვახტანგს ეცვა და რა ძალიან და ვახტანგმა ეს დაბრუნდა თბილისში კინოსტუდიაში დაიწყო ძალიან იჭირი ძალიან და ეს პირველად რომ გადაიღო ომალო ფილმი დიახ ეს საერთოდ და შემოდის თაროზე კი ბატონო მოდით აი ახლა უკვე აი ამ ბიოგრაფიულ ცნობებს მე მაყურებელს ვეტყვი სანამ თქვენ განაგრძობთ უბრალოდ ოფიციალურ აი ამ დაბადების და ვახტანგ მიქელაძესთან დაკავშირებით ეს ომალო რადგან ახსენეთ ეს იყო ვახტანგ მიქელაძის 1965 თუმცა ზოგიერთ ოფიციალურ წყაროებში წერია 1967 წელი, ასეა დათარიღებული. გადაიღო ფილმი ომალო, სადა ეს იყო მისი სადიპლომო ფილმი, რომელიც სოფლების დაცლის პრობლემას ეხებოდა, როგორც ანტისაბჭოთა ფილმი თაროზე შემოდეს და დიდი ხნის განმავლობაში მისი ნახვა შეუძლებელი იყო ტელეკომპანია პეკატივს ქეთევან კიკნაძემ თავის დროზე, მისი სიცოცხლის პერიოდში ეს CD დისკით გადმოგცა ჩვენ ეს ფილმი სამწუხაროდ მანამდე რაღაც ბევრი ყველაფერი ვერ გავხსენი ამ CD დისკიდან და სულ ახლა ხანს ვნახე ეს ფილმი ძალიან გამიხარდა ასე რომ ჩვენს ტელემაყურებელს აი ამ ფილმსაც შევთავაზებ ომალოს რომელიც ქეთევან კიკნაძემ უნიკალური ფილმები მომცა მეუღლე გიგალო კიფანძე იყო ევგენი მიქელაძე ბიძაშვილ მამიდაშვილი დიახ და 88 წლის ასაკში გარდაიცვალა რეჟისორი ვახტანგ მიქელაძე იგი აი როგორც გითხარით 16 ახლა დღეს 16 აპრილს 2025 წელს მას 40 დღე გავიდა მისი გარდაცვალებიდან იგი გარდაიცვალა 7 მარტს 2025 წლის 1900 ესა ვახტანგ მიქელაძემ 1965 წელს დაამთავრა კინემატოგრაფიის საკავშირო სახელმწიფო ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი 1965-90-იან წლებში მუშაობდა თბილისში სამეცნიერო პოპულარული და დოკუმენტური ფილმების სტუდიაში 91 წლიდან მუშაობს მოსკოვში მისი რეჟისორობით გადაღებულია ფილმები კარაპატული ეტიუდი კარპატული ეტიუდი 1964 წელს, რესტავრატორები 1968 წელს, ქართული ცეკვები, ბამი 1900 ეს საქართველოს ხო, წინ კომუნისტები არიან და უამრავი სხვა.
იგი არის გადაცემა ადამიანი და კანონის შემქმნელის ვახტანგ ესა შემქმნელი და მისი გარდაცვალების მიზეზი გახდა როგორც ოფიციალურ წყაროებში ამითითებული გულის მწვავე უკმარისობა და იგი სახლში ნახეს გარდაცვლილი და იგი დაკრძალეს მოსკოვშია ხო დაკრძალული და ვახტანგ მიქელაძე მე მოღვაწეობდა მოსკოვში და იგი გახდა ეკოფილმების რა სწორია ფილმის სტუდიის ხელმძღვანელი და სამხატვრო ხელმძღვანელი და ადამიანი და კანონი დიახ ის ავტორი და ეს იყო ლევან ცინცაძე, ვახტანგის მეგობარი და აი ესე ოფიციალურ წყაროებში ასე არის მითითებული. დიახ, ხო და აი ამიტომ თქვენ კი ბატონო, ამიტომ თქვენ რასაც მეტყვით დიახ. კი ბატონო და მიღებული იქნებ ჯილდოებით ჩამოვთვალოთ 1980 წელს ვახტანგ მიქელაძე იყო დაჯილდოებული პრემიით ლენინური კომკავშირის პრემია ჰქონდა მიღებული 1979 წელს საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე გახდა 1979 წელს ბერლინის ახალგაზრდობის მეგობრობის ფესტივალზე იყო გამარჯვებული და გახდა ოქროს მედალოსანი და ვახტანგ მიქელაძე გახდა რუსეთის ფედერაციის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე. კარგით, განვაგრძობთ და მე კიდე მოვიკითხავ რაღაცებს. დიახ. ეხლა თქვენი შეხვედრა. როდესაც შეხვდით ერთმანეთს სტუდიაში, თქვენ იწყებთ მუშაობას, ვახტანგ მიქელაძე უკვე იქ არის. ეს ხდება თბილისში. თბილისში, რა თქმა უნდა. ხო და აი მოუყვეთ ეხლა ეს თქვენი. და გიცნოთ ის პატარა გოგო, ვისაც ნასკებიდან წინდებიდან როფული, გიცნოთ? რა თქმა უნდა და სულ მეგობრობდით. მეც დავდიოდი მათთან, თვითონაც მოდიოდა. მე საერთო მეგობრები ყავდა ეს ლევან ცინცაძე, ბონდო ნიკოლაიშვილი და ერთი კამპანია იყო და აი მოყვები კიდე ეპიზოდს. ეს ბონდო და ვახტანგმა სამონტაჟოში ვარ ერთხელ და ყვირილი ისმის და მეგობრები იყვნენ და წაიჩხუბდნენ. და ბონდომ რა ქნა იცით? აიღო დანა და მაგრატელი რაღაცა და დაიტყა ხელზე და მიიჭედა ხელი იმაზე. და ვახტანგი მივარდა და იმას უშველა და რა და ჩაეხუტა და ერთად გავიდნენ ამოაწყო. ესე ხო აი მე თქვენი შეხვედრის სცენა მაინტერესებს. წარმომიდგენია უკვე თქვენ არ მომიტანეთ მე თქვენ გთხოვეთ ესე იგი მოსაძიებელი გამიხდება თქვენი ახალგაზრდობის სურათები. ფოტოები სამწუხაროდ ნონას, ქალბატონ ნონას აღარ აქვს სადღაც გაეფანტა ერთად გადაღებული ფოტოები ვახტანგ მიქელაძესთან ერთად და მე ვთხოვე რომ თუ რამე ისეთი კადრები გაქვთ და ცოტა მწირი კადრები მომიტანა ქალბატონმა ნონამ დიახ და მე წარმომიდგენია როგორი ძალიან ლამაზი იყო ქალბატონ ნონა მაშინ უცოლო იქნებოდა ხო ვახტანგი? არა, ცოლი გალა. იცით ჯენტლმენი უდაჩირვა ფილმი. იქ თამაშობს ეს გალა, გიქსაუდეთ სამსახიობაზე, როცეკვავს იმ რა, და კაი გოგო იყო ძალიან. და იმასანაც ახლო ურთიერთობა მქონდა. მე ის დაცილდა მე ვიფიქრე რომ ეხლა რომ შემოხედავდათ დადნებოდა რა წარმოვიდგინე. ესე მეგობრები ვიყავით უბრალოდ და ის მე სხვა ცოლი შეირთო. ой, რატო გაცილდა? ხო, ამათა ის გათხოვდა იტალიაში, მე დაბრუნდა მოსკოვში და ერთხელ ამერიკაზე მეუნება. ეხა ნახე მანქანითა ვარ, მოთხარი ეს ვინგირე გახ ვახტანგი. და ნახების დაგალაპარაკო ეხა და გალა, ისე გამიხარდა. მე ბიჭი ყავთ ერთი იქ, და ძალიან გულნატკენი იყო 4 შვილი ყავს იმის და ბოლოს შულს დაარქვა ტარიელა. რაო რუსთაველი შვილი იყო, ტარიელიო დაარქვაო. ანუ ვახტანგი არც ერთს არ ქვია. და სულ რამდენი შვილი დარჩა ვახტანგ მიქელაძეს? აი ეს ჟეჯა, ეს პირველ ცოლთან ვინც ყავდა. მე ერთი ყავდა. ანუ ევგენი დაარქვა მამამისის სახელი. ხო, ერთი ყავდა ალექსანდრო მაშინ სადღაც ციმბირში გააჩინა და მე წამოიყვანა და ოპერატორია და ძალიან კაი ბიჭია, მე არ ვიცნობ
და მეორე ცოლთან გოგო ყავს ერთი. რა ქვია? გოგოს? არიცით, არ გახსოვთ. არა, კატა ცოლს ქვია. გოგოს არ. კარგი. და აი იქნებ თქვენი მეგობრობიდან, აი მისი ან კურიოზები, ან საინტერესო ამბები, ან აი გადაღების დროს, მუშაობის დროს, აი საინტერესო მომენტები რო გაიხსენოთ. ერთად არ ყოფილვართ მე გადაღებებს და მივლინებებში არა. არა, ხო? ერთ ფილმზე, იმიტომ რომ მე ძირითადად დოკუმენტურს იღებდა და მე უფრო სამეცნიერო პოპულარ განყოფილებაში ვიყავი და ამიტომ და ერთხელ ვიყავი არტექში. არტექში კი ვიყავი და ჩემი პატარა შვილიც მაშინ 6 წლის იყო, გიორგი, ის ყავდა წაყვანელი და იქ ვიღებდით ეს ფილმს. აი ეგ იყო. აი როგორი ხასიათების იყო? ძალიან კაი ხასიათის იყო. აი საქართველოსთან მიმართებაში მიუხედავად იმისა, რომ მან თავისი ბავშვობის და თავისი ახალგაზრდობის წლები გაატარა გაჭირვებაში, ეს იმიტომ რომ ეს რეპრესირებული ოჯახის წარმომადგენელი იყო და თვითონაც რეპრესირებული შემდგომ თავის დასთან ერთად ეს თქვენ ხართ, ხო? ეს მე ვარ. უკვე 50 წელს გადაცილებული. ამას ჩვენ აუცილებლად აი აგერ ხედავთ ქალბატონი ნონას აი ამ ახალგაზრდობის, თუმცა ახლა ძალიან ახალგაზრდა 50 წლის ასაკში. ძალიან ლამაზი ქალბატონი. ძალიან ლამაზი ხო და მე იმიტომ მაინტერესებდა მე გკითხავ თქვენმა მეუღლემ რომ შემოგხედათ და როგორ გადაირია ალბათ პირველი დანახვისთანავე. ჩვენი ერთი თანამშრომელი იყო გურამ როკავა, რომელთანაც ერთად სწავლობდა ეგა. ჩემი მეუღლე. ну და იქ მოვიდა 1-2 და იქ ნახა. უფროსია თქვენზე თქვენი მეუღლე? 3 წლით და აღარ მომეშვა მე. თქვენ შეგაყვარათ თავი, მოკლედ და გადაგმევინათ ნაბიჯი. ო, ესე გამოდის. იცი ბევრი თაყვანისმცემელი ყავდათ ქალბატონ ნონა. ამბობენ. ამბობენ? თქვენ თვითონ არ დაგითვლიან? არა. არ მეყოფოდა თეთები. აჰა. ალბათ ძალიან ცივი გოგო იყავით, ხა ესე გადახედავდით ცალი თვალით და არა? ძალიან მეგობრული ვიყავი და რა ვიცი ხა მე ქურდებდანაც მეგობრობდი. კანონი რქოდი, ჩაი თუ გაგიგე. კი, როგორ არ გამიგია. და ჩაი ძალიან ახლოს ვიყავით და ქურდებთან რა გინდოდათ ახლა ხელისუფლება? ეგ რა გინდა კაცო. აი ეს ბუნდო იყო ყოფილი ქურდი. და ძალიან კაი კაცი იყო, არაჩვეულებრივი მთელ ქალაქს რო უყვარდა ესეთი. და როგორ გარდაიცვალა, სახთან იდგა. აი საბალეტო სტუდიო პლეხანოზი მის პირდაპირ ცხოვრობდა და ელაპარაკება ძმაკაც. და ძაღლია ეგ. ეს ძაღლი რა ამ დროს ვიღაცა ნასამა გამოვიდა ჩაარტყა ფეხი და მოკლა და ძაღლი და ეს ბონდოც იქ დაეცა გული გაუსკდა. ой, რასა. აი ესეთი კაცი იყო არაჩვეულებრივი და იმისგან ვიცნობდი ამ სტავს და ვახტანგიც ერთი გუნდი ვიყავით, აი ეს ლევან ცინცაძე, დათო კობახიძე, მე, ნელი, ვახტანგი და ბონდო. ლეხანოველი ქალიშვილი, ლეხანოველი გოგონა. აი რა სიტყვით იმ დროის, აი თქვენი დროის პლეხანოვზე ძალიან მიყვარს ეგუბანი. სოლოლაკი, პლეხანოვი, ვარანცოვი, ფიროსმანზე ცხოვრობდა ბებიაჩემი. აი, ნუ ძალიან მიყვარს და მიყვარს ეს უბნები რა. ჩვენი მაგრამ ეხლანდელი პლეხანოვი რა ვიცი, აბა რა. იტალიური ეზო იყო. ესე იგი ქართველები, რუსები, ებრაელები, ქურთების ქორწილი რო იმართებოდა. თქვენც წეკვავდით, მე ისე მიყვარდა ხოლმე ქურთების ქორწილში ჭავებდები, ნეკებით დავწებოდი. სომხები, ოსები, ყველა არავის არ უთქვია შესომეხო, შეოსო, შეკართველო. ერთად თამაშობთ, ერთად ვიყავით სულ. ჩვენ ეზოში ცხოვრობდა მერაბ დონაძე, მომღერალი. კი ბატონო. და ტელეფონი მარტო ჩვენ გქონდა, მთელ ქუჩაზე და იყო ისე სამეზობლო და რა ეს ქალაქის ტელეფონები. და ჩემი ძმას შურდა, ჩვენ წინ კიდე შოთა იმანძე ცხოვრობდა და ხა შოთათან კარგად ხვდა. ჩემი ძმა ჩემზე პატარა იყო 4 წელი და შურიც წდებოდა რომ შოთა რო გადამეხვეოდა და ამას არც უყურებდა ბავშვი იყო.
სხვა ბავშვები. მე მშობლებზე ჯერჯერობით არაფერს არ გეკითხები, თუმცა ორიოდე სიტყვით მაინც მითხარით თქვენს მშობლებზე, რადგან აი ასე ძმა ახსენეთ. ძმა მხატვარია ხო თქვენი? არა, ძმა ცნობილი პოლიციელი იყო, კიდე ეხლა აღარ არის. პენსიაზე იყო ქალაქის პოლიციის პირველი მოადგილე და მე კრიმინალური პოლიციის უფროსი და შიშის ზარცებდა მთელ ქალაქს. კაპიკი რო არა უღი არასოდეს ცხოვრებაში და მისი მანქანა რომ მიდიოდა თვითონაც რო არიშდა შეკ. მაინც ესე აძაგზაგებდა პოლიციას ისეთი. ძალიან მკაცრი იყო და უსამართლო თუ სამართლიანი პოლიციელი? სამართლიანი და კაპიკი რო არა უღი არასოდეს და შარშანშვილი გარდაეცვალა უცბად ახალგაზრდა ტრომბით და რო ნახო მის სახლის ჩამონგრეული ეს უბრალო მილიციელები მილიონერები გახდნენ ხო ხედავთ ნუ ესე და მშობლები ჩვენი მშობლები ექიმები იყვნენ მამა წაიყვანეს ომში ეს ნეიროქირურგი იყო ბორდენკოს საყვარელი მოწაფეთო მე და მე ახალქალაქის ჰოსპიტალში იყო ექიმად და ერთხელ თუნდაც დაიბარეს 50 სტალინის მერე უკვე და უთხრეს შენ თურმეო ტრების ოჯახიდან ყოფილხარო და თქვენო ისტორია არიცითო და გამოუშვეს ჯარიდან ვითომ ძალიან აწყენიეს და მე შევლავერში შაუმიანში იყო მთავარი ექიმი მე თბილისში და ნუ ეს ძალიან ცნობილი ექიმი იყო დედაც ექიმი იყო ყელყორის ოღონდ და ბაბუას ძმები ესე იგი ბაბუა მღვდელი იყო და მისი ძმები ერთი იყო ცნობილი ექიმი რომელიც მათ უნივერსიტეტის დაარსებაში მიიღო მონაწილეობა და პეტრე მელიქიშვილი მაგან ჩამოიყვანა რექტორად. მე მაშინვე წავიდა 21 წელს აქედან და საფრანგეთში იყო სათვისტომოს თავმჯდომარე გარდაცვალებამდე 51 წლამდე სამჯერ იყო არჩეული და იქ თავისი ჰოსპიტალი ჰქონდა. და ქაქუცაც მასთან გარდაეცვალა ვახტანგთან წამიყვანა. ხო ვუთხარი მაყურებელს რომ ჩვენ რო შევხვდები ძალიან მალე ისევ ამ რუბრიკაში ქალბატონ ნონას აუცილებლად ვისაუბრებთ აი მართლა დიახ და იმედი არის რომ აქ რო არ გატარებინო თუ გინდა თქვენთან ჩავწეროთ და თუ არა და ნუ მაშინ ხო ეს ჩვენ გადავწყვიტოთ ეს შიდა სამზარეულო და აი მაყურებლისთვის რა მნიშვნელობა აქვს. ქალბატონ ნონა, თბილისელი გოგო ხართ. იმ ის თბილისელიც და ეს თბილისელიც. აი, მოდით თბილისი გავიხსენოთ. ის თბილისი თქვენი თბილისი. მე ძალიან კარგად მახსოვს ჩემი თბილისი. ასე ვამბობ ხოლმე და სულ ვეხვეწები უფალს ღმერთო, ისე არ გამიყვანო ამ ქვეყნიდან რომ თუნდაც სულ 5 წუთით არ ვნახო ჩემი ბავშვობის თბილისი. ეხლა მე არ ვიცი 5 წუთით როგორ მაჩვენებს. ხო. აი ჩვენ ისეთი სკოლა ქონდა რომ ადრე გიმნაზია იყო მეფის დროს და ჩვენ გვასწავლდნენ იმ გიმნაზიის ყოფილი პედაგოგები. რამდენიმე აი ქიმიას გვასწავლდა ნიკო ჯაფარიძე ცნობილი, ბიოლოგია სოფიო ახმეტელი, ჩვენი პირველ კლასთან კატო დიდია ცნობილი. ესეთი პედაგოგები იყვნენ. ფელზერი იყო იმაში, ფრანგულის და რა ვიცი, არაჩვეულებრივი პედაგოგები ყავდნენ და ბავშვებიც გენაცვალე. და თბილისი როგორი იყო? აი მაშინ როგორ ბრწყინავდა თბილისი? აი ეხლა მე მაგალითად აი მეც რო შეგაშველოთ, ხო, რეპლიკის სახით. თბილისში რომ მივდივარ, სულ მახსოვს, აი ვთქვათ, იგივე რუსთაველზე, სად რა იყო? ანუ ჩემ თბილისში რა სად იყო? ეხლანდელს ვერაფერს ვერ ვიგებ. ერთხელ დედაჩემი და ასე მგონია რომ ეს თბილისი არა, რაღაც ბეტონის ქალაქია. 92 წელი იყო თუ რაღაცა დედა იყო. 93-ში გარდაეცვალა, აი 90-იანი წლებია და სოლოლაკში იყო მეგობრებთან და მოვიდა სახლში, აი ყდარი. დედა რა, ცუდა თუ არა ხარ მეკიო მითხრა, რატო მეთქი და ფეხით გამოვიარეთ რუსთაველზე. მერე მეთქი ხوار დაეცა. არაო, რა ხალხი დადისო, რუსთაველზე ვინ არიანო. აი ესე იგი უნივერსიტეტში რომ სწავლობდი ყოველ ზაფხულს დავდიოდით ექსპედიციაში, ფოლკლორულ ექსპედიციებში. აი რომ მივიდოდით სადმე სოფელში. ოჯახში და თქვათ 80 წლის კაცი იყო მოხუცი.
ფეხზე ადგებოდა და ისე შეგხვდებოდა და ეს პატისეთ. აი ახლა ეს ძირითადად ჩამოსულები არიან ხო? როგორ იქცევიან რა უზრდელურად, აი არ ვიცი მე რა. ჩამოსულებს ჩვენ გულისხმობთ უცხო ტომელებს, რა თქმა უნდა, თორემ მაშინ იყო სოფელს თავისი ადგილი ჰქონდა და რა თქმა უნდა ჩვენ რო ჩავდიოდით სოფელში არ უნდა ყოფილიყავით გამორჩეული იმ ბავშვებიდან და ჩვენ ისე უნდა ყოფილიყავით იქ ჩვეულებრივად რომ მივეღეთ სოფლის ბავშვებს და თბილისში რო ჩამოდიოდნენ ხო ანალოგიურად ისე უნდა მოქცეულიყვნენ რომ მიგვეღო ის ჩვენ მაგრამ ქართველები ვიყავით ერთმანეთი ძალიან გვიყვარდა და დღეს აი რამდენჯერ მე და ჩემ მეუღლეს ფეხით რო გაგვივლია თუნდაც აი მთელი საბურთალო რა ერთ პერიოდი დავდიოდით ხოლმე ფეხით და მაგას ხშირად ვამბობ აი რაღაცა მომენტში ჩავუთავ ხოლმე გადაცემაში იმიტომ რომ ძალიან მტკივა ეს მომენტი თბილისს და სოფლიდან ჩამოსულს კი არა ქართლს ვერ ნახავს ვერა და გული მისკდება გული მტკივა რომ თბილისში ქართველია აი იშვიათობა დადის და თუ დადის კიდე რაღაცნაირები დადიან დია გაუგებარი ხო აი ეს გაუთავებელი ერთხელ აი მაღაზია რო ლარიანი მაღაზია იქ ჩავედი იქ და კაიკაცია ლადო პროფესორი ხო და ვიღაცა ის ახლა ძმები რო გახდა მაღაზია ხო ვიღაცა კაცი დგას მაღალი და ესეთი და ელაპარაკება რუსულად და მივხვდი რომ რუსია და გამოვედი მე პური ვიყიდე რაც უნდა ავიდე სახში და ხედავ ეს კაცი დგას აი დოლიძის და ჩვენი ამოსახურის კუთხეში და აი ამ ის უყიდია ჭურჭლის დასადები და ვერდებს სიმაში მანქანაში არა პარკში და მივიდე და დაიწია ამ პამაგუმეთქი უთხარი ой, спасибо და მოვეხმარე. სადაური ხარ მეთქი? მოსკოვიდან. რატო ჩამოხვედეთ მეთქი? ვკითხე და იქ შეუძლებელია ყოფნა უკვე, თქვა. და მე აქ რატო გვიგროვდებიან ვერ გავიგე. მე წავიდა ეთყობა, იმიტომ რომ მე ვთხარი რა პროფესიის სახართ მეთქი და გაეცინა. მეთქი გაეცინა. ცნობილი მსახიობი ყოფილა. ყველა ფილმში მე ჩემი ბიჭები არიციო ვინ არისო, ყველა ფილმში ეგ თამაშობს, ყველა სერიალებშიო. ხო და მოთხე კოლეგები ყოფილ დააგერეკავთ ერთი ორჯერ დარეკა და მე აღარ დაურეკია იმაზე ბალანჩევაძე ცხოვრობდა მე ვთხარი იცით მეთქი ვის სახელობის ეს ქუჩა არა და ჯორჯ ბალანჩინი გაგიგონიათ მეთქი და რა თქმა უნდა ხო და იმისი მამის და ძმის სახელი არის მეთქი უიბებ ნახავ კომპიუტერში ყველაფერს და მოდით ისევ დავუბრუნდეთ თქვენი მეგობრობის ამბავს ვახტანგის და თქვენი მეგობრობის ამბავს. აი, ჩამოდის ვახტანგი თბილისში ბრუნდება, გადასახლებიდან ჩამოდის და ნუ მაშინ და არ ვიცნობდი ხა. არა, კი, მაგრამ აი მე ხო ყვებოდა ახლა ესეთი მაგარი მეგობრები იყავით თქვენ და არ მოუყოლია, ვთქვათ აი ეს მომენტი, როგორ შეხვდნენ ერთმანეთს თბილისი და ვახტანგი. ხო არა, ნუ აქ ყავდა მეგობრები, გერაჩი, ჯავაზე, ეს ბიჭები ძალიან ახლოს იყვნენ მეგობრები. ქართული იცოდა კიდე? კი, კარგად იცოდა, კი. ქართულ სკოლაში იყო მე-19 სკოლაში. როგორ შევეყრები მე ჩემ სამშობლოს და როგორ შემეყრება იგი მედია. ხო და მე მოხდა რა იცით? რაღაც ეს აუტყდა ერთი ლადო ქოქიაშვილი იყო ცნობილი. ბიჭი თბილისში იცოდა ესეთი. ხო და მოკლედ პლეხანოველი ტიპი? პლეხანოვას ხოიცი თავის სახელი ერქვა ყოველდღე. მოკლედ სადა ვახტანგის პიჯაკის გულისთვის თუ რაღაცა მოხდა არ ვიცი ხა მაშინ ვახტანგს არ ვიცნობდი იყო ახალი ჩამოსული კიდენ და მოკლედ ამან ძალიან იმოქმედა მასზე ამან ლადორობა და ბაკიშია დასაფლავებული ვერ შედიხარ ბაკის სასაფლაოზე ცნობილი იყო ეს ლადო ქოქიაშვილი ვახტანგ მიქელვაძის აქ ჩამოსვენება არ მოხერხდებოდა იმიტომ რომ ის ასეთი ცნობილი ფიგურა აღარ ჩამოდიოდა საერთოდ იმიტომ რომ თვითონ ნავის ჯარზომის ეშინოდა რატო რა ვიცი აი შიში ქონდა კაი მატარებლი წამოსულიყო არ არის პრობლემა ან მანქანით არა არ ყოფილა აქ 1:30 წელია მე აი ასე თუნდაც მიცვალებულებსაც ვკარგავთ ჩვენ ასე არა მითხრა რომ იცი რაო აღარ აი შენს მეტიო აღარამე არ დამჩაო თბილისშიო და
არ შემიძლიაო ჩამოსვლა. არ მინდა. ევგენი მიქელაძის ქუჩა არსებობს თბილისში? კი, როგორ არ არსებობს. ვახტანგ მიქელაძის ჯერ? არა. ტელეკომპანია PKTV იბრძოდა ცხონებული ქეთევან კიკნაძის სიცოცხლის პერიოდში. ქეთევან ძალიან დიდი გულით სურდა, რომ ის თავისი ქმრის საგვარეულო სახლი ქუთაისში დაებრუნებინა, ოღონდ სახელმწიფოსთვის გადაეცა მუზეუმ, რა თქმა უნდა. ესე იგი, მივაღწიეთ ამას, ვიბრძოლეთ ძალიან სერიოზულად და აბრა გაიკრა. ერთადერთი რომ აი ამ სახლში ცხოვრობდა, ახლა ეს რატომ მოვაყოლე, იმიტომ რომ ევგენი მიქელაძე ხო გიგა ლორთქიფანიძის ნათესავი იყო, მკვიდრი მამიდაშვილი ბიძაშვილი იყვნენ, ხო? და მაგრამ მერე სახელმწიფომ საერთოდ გაანადგურა ყველაფერი. ანუ ის სახლი ჩამოერთვა, იმიტომ რომ ვიღაც პოლიციელი, რომელიც იყო თავისი შეჭრილი და ნუ ალბათ იქ ფულის ამბებია და რაღაცა, ნუ აი ასე ჩაიგდო ხელში. ეხა ეგრეა. ანუ ვახტანგ მიქელაძესაც აღარ ქონია კავშირი აი ამ ქუთაისის ბინასთან? არა. ქუთაისში ნამყოფია საერთოდ არც ვიცი. აი ქუჩაში რა ხანახან მიდივა და ვიღაცის ქუჩა, ვინ არის? ჯერ ესეთი იმ ქუჩას რო არქმევს სახელს, გაუკეთე პატარა დასაწყისში, სახელობის არის, ვინ არის? ისეთი გვარები მხდება, რომ აზზე არა ვარ ვინ არიან. არ შეიძლება ყველა სახელი დაარქვა და ნაცნობობით. როგორ შეიძლება? აი ეს იცით მე ეს ფრაგმენტიც მინდა რომ ვთქვათ, მიუხედავად იმისა, რომ შემდეგ გადაცემაში გვექნება უფრო ცრად საუბარი, მაგრამ ბაბუა თქვენზე, როგორ იყო მოძღვარი რო შეხვდათ აქ, რა ქვია, იმ მამაოს, აქ დოლიძეზე ეკლესიის მამა მიქაელი და ღამბაშიძეზე, როგორ აღფრთოვანები თქვა და ამ დროს რომ ბაბუა აღმოჩნდა თქვენ. მოკლედ აი ეს დეტალი მოუწყოთ მაყურებელს. ვინ იყო თქვენი დიდი ბაბუა? დიდი ბაბუა იყო დიდ დეკანოს ეძახდნენ, დავით ღამბაშიძე. და ქონდა თავისი ჟურნალი წყემსი. მე რო პატარა ვიყავი, კომბლიანი წყემსი მეგონა, იმ წყემსი ალაპარაკი. და მეგობრობდა ილიასთან, აკაკისთან, ესეთ ხალხთან, ივანე ჯავახიშვილთან. ძალიან ცნობილი პიროვნება იყო. და მე რო პატრიარქი გავიცანი, 87 წელი იყო. პეტრიწონის მონასტერში ჩემი სცენარი იყო, უნდა გადაგვეღო ბულგარელებთან ერთად პეტრიწონის მონასტერში ფილმი. მაგრამ იქაურმა კათოლიკოსმა უნდა დააგდოს ნება რომ შეხვედე იქა და ბატონი ჭაბოა იყო მაშინ დირექტორი, დაურეკა ჩვენს პატრიარქს. რომ აი ხო მოვაო თქვენთანო ჩვენი რედაქტორი, სცენარისტიო და იქნებაო ეს წერილი გაუმზადოთო რომ მივედი და მაშინ ძველ შენობაში ყრდ ეს გრძელი მაგიდაა და აქ ვიყავ და რომ შემობრძანდა, ხო ის შორენა გამოხდა და 5 წუთის მეტი ხო არ აქვს დრო. მე მეტი არც მინდა მეთქი და შემობრძანდა. ახალგაზრდა იყო მაშინ 54-15 წლის. ხო და დაბრძანდა, ნუ მე ავდექი მივესალმე და დაჯდა. და ერთმანეთს უყურებთ, ხმას არცეთი არ ვეღებ და ბრძანეთო და მე დამავიწყდა რა უნდა მეთქვა მეთქი. ცირა. ეს უამრავი რაღაცა მაჩუქა მაშინ. და ესა ჩემი გვერუ გაიგო. დიდი დეკანოზიო გაგიგონია, თორემ მითხარი მისი შვილთაშვილი დედა კი არადგა წამოფრინდა ეს ჩამიხუდა გეტყობა თუ რა მეტყობოდა მაშინ არც ბორწმუნე ვიყავი და არც არაფერი ხო. მაინც. არა მაშინ ისეთი ხანა იყო რა ხო. და ეს 4 შვილი ყავდა, 4 ბიჭი, ბაბუა ჩემი მღვდელი. ქსენოფონტე ერქვა რა იყო, არ ვიცი. ეს ვახტანგი დავითი იყო. ეს მღვდლის სახელი ხო ქსენოფონტე? ხო, მამაჩემის მამის. და ის რა ქვია, ეს დავითი უფროსი შვილი კიდე იყო წარმომადგენელი დამოუკიდებელი საქართველოს დიდ ბრიტანეთში და მაშინ მაკმილანი იყო იქა პრემიერი და იმას ვთქვამს, თუ 10 კაცი მაინც არის ესეთ საქართველოს როგორც დავით ღამბაშიძე არის,
ეს უდიდესი ერი ყოფილა და დიდება და უფალს. აი ვახტანგიშვილი ჟორჟეტა ცოლად გაყვა გიორგი ნიკოლაძეს. გიორგი ცოლი იყო. აი მაყურებელს მე მოგიყვებით მაგალითად და ციკსაც გაჩვენებ და სურათი. კი ბატონო. აი ეს სურათიც მაქვს ჟორჟეტასი. აი ასეთი მდიდარი ბიოგრაფიის ქალბატონი ჩვენ მხოლოდ ერთ ეპიზოდს შევეხეთ მისი ცხოვრებიდან, თუმცა ფრაგმენტულად მაინც ვერ მოვისვენე და გარკვეულწილად მაინც შევეხეთ, იმიტომ რომ მაყურებელმა მინდა იცოდეს, რომ როდესაც ჩვენ ახალ გადაცემას ჩავწერთ ქალბატონო ნონა, იცოდეს, რომ აუცილებლად დასხდნენ ტელევიზორთან და მოისმინონ საინტერესო ისტორიები, თუ საიდან მოვდივართ. გიორგი ნიკოლაძის ცოლი ჟორჟეტა, რომელიც მე კადრში ხედავთ, აი სტიუარტის ცოლი იყო. რას ამბობთ? ადმირალი იყო, ხო, და ერთი შვილი ყავს ნინო, იცით სტიუარტია. ეს ეს არის აი თანაც ის ვახტანგი ბაბუა, ეს ექიმი, ისეთ ფოტოებს იღებდა, ალბომიც მაქვს, მე გაჩვენებთ იმ ალბომს. კი ბატონო, აი ასეთი საინტერესო სტუმარი გვყავდა დღეს და რომელსაც ძალიან მალე შევხვდებით იგივე რუბრიკაში კვირის ფერები პლუს ქალბატონი, რომელიც ამშვენებს ქალაქს. თუმცა ჩვენ ვთქვით, რომ ამ რუბრიკას თავიდან ასე ვუწოდეთ ჩვენ დღევანდელ რუბრიკას კაცი, რომელიც დააკლდა ქალაქს. მაგრამ როდესაც ქალბატონ ნონასთან გვექნება პირადად მასზე და მის წინაპრებზე და შთამომავლებზე საუბარი, იქნება რუბრიკა კვირის ფერები პლუს ქალბატონი, რომელიც ამშვენებს ქალაქს. და ქალბატონო ნონა, გადაცემა ჩვენი ქრონომეტრაჟი მოიწურა და ცოტა გადავამეტეთ კიდეც და რაიმეს ხომ არ დაამატებდით, იგივე ვთქვათ, მიქელაძეებთან დაკავშირებით, ნუ კონკრეტულად ვახტანგ მიქელაძეზე, ან თუნდაც ევგენი მიქელაძეზე, ან თუნდაც მის დაზე თინათინზე თუ გქონდათ მასთანაც, მაშინ აბა მითხარით. მქონდა როგორ ვიცნობდი რა თქმა უნდა. დედამისაც ვიცნობდი ქეთუშას, არაჩულებ ტორტებს აწყობდა ხოლმე. გიყვართ ტორტი? ხანდახან. კარგით, მაშინ შემდეგ გადაცემისთვის ტორტს მოგიტანთ და მოვილაპარაკოთ მაგაზე როგორი გიყვართ, ხო? ხილის. ხილის, კარგი. ეხლა თბილს აღარ ავჭამ. და ну რა ვიცი ეხლა. ტორტებს აწყობდა ქეთუსია გემრიელს და მე ხშირად იყავით ხოლმე? ისე რამდენიმეჯერ ეხლა ვახტანგთან მივდიოდით და მე რას ამოვდი, მე ვიწყდება ყველა. არა, უშავს ქეთუსიაზე, მე კითხე თინათინზე დია. ხო, ჩემ მეზობელთან ნახე ფირფიტა, ისე პატიფონის ფირფიტები ქონდა. მეჯარე ვიყავ მე ლიანა თორაძე და იქ ეწერა ეს ფირფიტა იყო, ეს სკოლაში არ დავდიოდი, მაგრამ კითხვა ვიცოდი უკვე რუსული და ქართულის და ეწერა დირიჟორ ევგენი მიქელაძე. და დედას ვეკითხები, დედა რას ნიშნავს დირიჟორ ევგენი მიქელაძე და დედა მომეხსნა, ჯერ შეშფოთდა, ესე მახსოვს სახელი, თორემ მაშინ ყველას ეშინოდა, არ დაეჭერა. და ამეხსნა დირიჟორი რა არის და მე წლები რო გავიდა, ემას კითხე ლიანას, მე ვთქარ, აი ეს ფირფიტა გაქვს მეთქი, მომეცი მეთქი, რათო გაქვს. და მაჩოქა და ნუ ვახტანგი უკვე მოსკოვში იყო. და თინას მიუტანი, მოთხარ ეს ვახტანგს არ გავუგზავნით ან რაღაცა მეთქი და მივეცი ის ფირფიტა. მეტა სად არის ახლა ის ფირფიტა? არ ვიცი აბა. ისე თქვენთვის რო დაგეტოვებინათ, არა? არა, მე რა თქმა უნდა ვიფიქრე ვახტანგს ვაჩქებ მეთქი. ხო, მაგრამ ეს რაღაცა ისეთი უნიკალური ნივთები, ალბათ ადამიანმა უნდა რაღაცა თავის კერძო მუზეუმისთვის გამოიყენოს, ხო? რომ მე ჩვენ შთამომავლობა სურათები მაქვს ბაბუების, მამიდების და სურათები აკაკი შაინძეც ბამდე ჩემის ქმარი იყო. ერთის მამა, ესე იგი ბებია და აკაკის ესა სიდედრი, სიმამრი დაძმა იყვნენ და ხდელი იყო ესეც პლატონ ცკიტიშვილი და ესე ეკლესიაში აღდგომის დღეს დაეცა და მორჩა. ასე გადაეცა მახსოვს ის კაცი.
აი თქვენი რაღაც სასწაული რომ მოხდეს და უცებ გაცოცხლდეს ვახტანგ მიქელაძე, რადგან დღეს მასზე გვაქვს საუბარი, იმიტომ აი რომელ ეპიზოდს დაიბრუნებდით თქვენი ცხოვრებიდან? მასთან გატარებულს, რომელ ეპიზოდს დაიბრუნებდით? მე მგონი საინტერესო კითხვა დავსვი, პირველად დავსვი ცხოვრებაში ეგეთი რაღაც. კი, აი არტეკში რო ვიყავით. აი მას დავიბრუნებდი, იმიტომ რომ აი გადაყვა მეც ჩემი შვილს და ჩემი მეგობრის შვილი მყავდა კიდე 14 წლის ბიჭი, გახდა 14 წლის წაყვანილი და აი გადაყვა ამ ბავშვებს. ისეთი ყურადღებიანი ძალიან. შინაურებში კოლიას, ისე ოფიციალურად ნიკოლოს დროზდოვს. ისიც ერთი პერიოდი ჩვენი თავი რედაქტორი იყო ჭაბუას დროს. ძალიან კაი ბიჭი. ის იხსენებდა, რომ ვახტანგსო ეზარებოდა წერაო და მე მეხერხებოდაო წერაო და მე ვუწერდი ხოლმეო სცენარებსო და ის ისე იღებდა ფილმებსო. ანუ კარგი ძმობა ქონდათ? კი, კარგი. კოლია ძალიან დადებითი პიროვნებაა. ძალიან. საინტერესო იქნებოდა თუ თქვენ მომეხმარებით იმაში, რომ ბატონ ნიკოლოსთან ინტერვიუ ჩავწერო? ტელეფონსაც არიღებს. არა. ერთი დამირეკა შარშა წინ და მითხრა რომ ვახტანგმა ფული გამოგეგზავნაო. რა ფული გამომიგზავნა მე ვთხარი. რაო და ჩაირო გარდაიცვალა. ჩემგანო ძალიან დიდი გვირგვინი იყიდესო წარწერითო. ჩემი სახელითო და მეუტანოსო და მომიტანა კოლა. იმის მერე არც მენახავს 2 წელი გავიდა და ყურბელს არიღებს საერთოდ. შემიძლია სახში მივიდეთ. კი ბატონო. და რაც შეეხება, აი ეხლა ერთი ძმა ცხოვრობდა მოსკოვში, რა საოცარი არა, ქართველი ძმა გადასახლდა მოსკოვში და რუსი ძმა გადმოსახლდა საქართველოს თბილისში. ნუ გადასახლებაში დაგააჩნდა. არა, ეს ვიცი, მაგრამ აი ესე რაღაც უცნაურად ეროვნებებმა შეიცვალეს საცხოვრებელი ადგილი. აი როგორი ურთიერთობა ქონდა შორიდან ძმებს? ძალიან კარგი. კარგი ურთიერთობა. ეხმარებოდა, ვთქვათ, ნიკოლოზი მას თუ პირიქით ეხმარებოდა ამას? არ ვიცი, ხა რას ეხმარებოდა, ეს რას უწევდა პირველად ეს ეხმარებოდა, მატერიალურად ის ეხმარებოდა. მატერიალურად ის. აჰა. და აი გადასახლებიდან რო დაბრუნდა და მერეც აქ სურათებში მშვენივრად გამოიყურება არაჩვეულებრივი გარეგნობის ადამიანი. მოტეხილი ხომ არ იყო აი თუნდაც ცოტა აი ბოლოს აი ასე გრძელი თმა ქონდა ჭაღარა. ბოლოს აღარ მინახვას. ბოლოს ნახე 92 წელს, ესე იგი რა. და იმის შემდეგ აღარ მინახა. თუ 98-ში ფესტივალზე ვიყავი ლენინგრადში და მე ჩავედი მოსკოვში და მაშინ ნახე. იმის მერე აღარ მინახავს. აღარც მე არ ყოფილა მოსკოვში, მე აირია ყველაფერი და ის ხო საერთოდ ჩამო. და მის გასვენებაში თბილისიდან თუ იყვნენ, თუ იცით ჩასულები? არა. კარგით. გალბატონ ნონა, რაიმეს დავამატებთ? ნუ რა ვიცი, ძალიან გული მწყდება, რომ აი ესეთი ხალხი მიდის და აი აღარ არიან რა და აი ჩვენ სტუდიაში დავრჩით დღეს დავითვალე 7-8 კაცი და ამისთან სტუდია იყო ერთი ოჯახი ვიყავით აი ვახტანგი ყველას ძალიან რო უყვარდა ერთი ადამიანს ვერ ნახავთ ერთ ადამიანს მასზე რო აუგითქვას არ არსებობს ეგეთი იმიტომ რომ აი ძალიან კეთილი ცდილობდა ყველას დახმარებოდა თავიდან კი ძალიან უჭირდა თვითონაც მატერიალურად და ხა მაშინ როგორ იყო თუ არ იღებდი ფილმს ხელფასი არ ქონდა და მამიდის პენსიაზე როგორია ოფნა და ომალოს ტელეეთერით გაშვებას მოესწრო ვახტანგ მიქელაძე ეცით რა მოხდა ეს ხო თაროზე იყო შემოდებული და ცოცხალთავით მე უშვებდნენ ეკრანზე დავით საქართველოში ხო არ გაშვება ესე იგი მე მაქვს ექსკლუზივი ასე რომ ვთქვათ რომ ოპერატორი იყო გია ჭუბაბრია ამ ფილმის გიას შვილის ნათლია იყო სხვათა შორის ვახტანგი და ბოლოს აი რომ გაიყვანეს გზა შევარნაძის დროს გიას გადაუღია ის კიდევ ერთხელ გულწრფელად დიდი სიყვარულით ფეხზე წამოვუდგეთ ცნობილი ქართველი
დირიჟორის ცნობილ ქართველ ვაჟს, კინორეჟისორ ვახტანგ მიქელაძის სულს ნათელში იყოს მისი სული სასუფეველში დაამკვიდროს უფალმა აი ამ 40 დღე გავიდა ყველაზე რთული 40 დღე და ღმერთს ვთხოვოთ რომ მისი ტანჯული სული ბავშვობაში და რეპრესირებული სული იქ ნათელში დაამკვიდროს სასუფეველში და მე კიდევ ერთხელ მინდა მაყურებელს მისი ბიოგრაფიული ცნობები, მისი ბიოგრაფია შევახსენო, მოკლე რა თქმა უნდა. ვახტანგ მიქელაძე დაბადების თარიღი 1936 წლის 16 ივნისი. გარდაცვალების თარიღი 7 მარტი 2025 წელი. გარდაიცვალა 88 წლის ასაკში. იგი გახლდათ ცნობილი რეჟისორი, დოკუმენტალისტი. რეჟისორი, კინოდოკუმენტალისტი ვახტანგ მიქელაძე დაიბადა 1936 წლის 16 ივნის თბილისში. იგი 1937 წელს რეპრესირებული დირიჟორის ევგენი მიქელაძის შვილია. მამასთან ერთად დააპატიმრეს დედაც ქეთევან ქეთუსია ორახელაშვილი. ევგენი მიქელაძე დახვრიტეს ქეთევანს კი გადასახლება მიუსაჯეს. მათი შვილები 3 წლის თინა და წლინახევრის ვახტანგი მამიდამ თამარ მიქელაძემ გაზარდა. 1951 წელს, როცა სრულწლოვანები გახდნენ, თინათინი და ვახტანგიც გადაასახლეს ყაზახეთში, ყარაგანდის ოლქში. ქეთუსია ორახელაშვილი, თუ რამე აქ შეცდომით წერია, ქალბატონო ნონა, იქნებ კი ბატონო. ქეთუსია ორახელაშვილი სამშობლოში მხოლოდ რეაბილიტაციის შემდეგ 1955 წელს დაბრუნდა. ვახტანგ მიქელაძემ 1965 წელს დაამთავრა კინემატოგრაფიის საკავშირო სახელმწიფო ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი დოკუმენტური კინოს რეჟისორის სპეციალობით. სწავლობდა ცნობილი დოკუმენტალისტის რომან კარმენის ჯგუფში. 1965 წელს გადაღებული მისი სადიპლომო ფილმი ომალო, რომელიც სოფლების დაცლის პრობლემას ეხებოდა, როგორც ანტისაბჭოთა ფილმი, თაროზე შემოდეს და დიდი ხნის განმავლობაში მისი ნახვა შეუძლებელი იყო. 1965-90-იან წლებში მუშაობდა თბილისში სამეცნიერო, პოპულარული და დოკუმენტური ფილმების სტუდიაში. ჰქონდა უმაღლესი კატეგორიის რეჟისორის წოდება. გადაღებული აქვს ფილმები „კარპატული ეტიუდი“, „რესტავრატორები“, „ქართული ცეკვები“, „ბამი“, „წინ კომუნისტები არიან“, „ევგენი მიქელაძე“ და სხვა. 1980-იანი წლების ბოლოს საცხოვრებლად და სამუშაოდ გადავიდა მოსკოვში. 88-93 წლებში მოაწყო ეკოფილმის სტუდია და გახდა მისი სამხატვრო ხელმძღვანელი და პრეზიდენტი. 1995 წლიდან თანამშრომლობდა ტელეკომპანია RTS-თან და მონაწილეობდა გადაცემის „ადამიანი და კანონის“ შექმნაში ORT-ზე, ტელეკომპანია ORT-ზე. 1997 წელს დაიწყო დოკუმენტური ციკლის „დოკუმენტური დეტექტივის“ გადაღება. იგი გახლდათ ამ დოკუმენტური ციკლის ავტორი და რეჟისორი, რომელიც მოგვითხრობდა დანაშაულის შესახებ რუსეთში. სერიალის პირველი ფილმი გავიდა ეთერში 1997 წლის 8 ივლისს. გადაცემა გადიოდა პირველ არხზე ORT 1997 წლიდან 2025 წლამდე. 2006 წლის 8 დეკემბერს ამ დოკუმენტური ციკლისთვის ვახტანგ მიქელაძეს მიენიჭა პრემია კატეგორიაში ტელე და რადიო გადაცემები. 2007 წლის 6 მაისს DTV-ზე ვახტანგ მიქელაძის ხელმძღვანელობით დაიწყო ჩვენება 36 სერიანი დოკუმენტური ციკლისა „ჯაშუშები და მოღალატეები“, რომელიც მოგვითხრობდა ЦРУ-სა და KGB-ს ყველაზე ცნობილ ჯაშუშებზე. 2008 წელს ვახტანგ მიქელაძემ გადაიღო 40 ეპიზოდიანი დოკუმენტური სერიალი „მსჯავრდებულნი სიცოცხლის ბოლომდე“, რომელიც ეხება უვადოდ მსჯავრდებულთა ცხოვრებას განსაკუთრებული რეჟიმის კოლონიებში. 2009 წლიდან 2010 წლამდე მან ასევე გადაიღო ამ სერიალის გაგრძელება „სიცოცხლის ბოლომდე თავისუფლება აღკვეთილნი“. ბოლო წლებში მუშაობდა კინოკომპანია სინთეზ ინტეგრასთან. ვახტანგ მიქელაძეს არაერთხელ მიუწია ინტერვიუ გაზეთებისთვის
დანაშაულის შესახებ რუსეთში. რეჟისორის შემოქმედებას მრავალფეროვნებას მატებს ციკლი კავკასიის დიდებული შვილები და მსგავსი ნაწარმოებები. მიღებული აქვს ჯილდოები, პრემიები და პრიზები. მე თავშიაც გითხარით და ახლაც გავიმეორებ 1979 წელს იგი გახდა საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე. 1980 წელს მიღებული აქვს ლენინური კომკავშირის პრემია. 2004 წელს ინგუშეთის რესპუბლიკის სახალხო არტისტის წოდებას ანიჭებენ. 1979 წელს ბერლინის ახალგაზრდობის მეგობრობის ფესტივალზე გადაეცა ოქროს медаლი როგორც რუსეთის ფედერაციის ხელოვნების დამსახურებულ მოღვაწეს. ვახტანგ მიქელაძე გარდაიცვალა მოსკოვში 2025 წლის 7 მარტს. მისი გარდაცვალების მიზეზი გახლდათ გულის მწვავე უკმარისობა. სამწუხაროა, რომ საქართველოს თავის შვილებს კარგავს სხვადასხვა ქვეყნებში. ისინი მიდიან, იქ მოღვაწეობენ და საქართველოს კი ასე ეკარგებიან შვილები, რომელთა ალბათ რომლებსაც არ ვიცი მე რატომ არ იზრუნეს რომ საქართველოს მიწას ჩაეხუტებინა თავისი შვილის ცხედარი, აი ეს არის კიდევ საკითხავი, იმიტომ რომ ჩვენ ევგენი მიქელაძე რა თქმა უნდა ისე დახვრიტეს რომ მისი საფლავი არ არსებობს და ბუნებრივია საქართველოში არ არსებობს ვახტანგ მიქელაძის საფლავიც. რაც შეეხება ქუთაისში როგორც გითხარით, მათ სახლს ანუ მათ სამკვიდრო სახლს წინაპრებიდან გადმოცემულს ის სახლი ვიდავეთ ცხონებული ქეთევან კიკნაძე გარდაცვლილია. მისი მეუღლე რეჟისორი გიგა ლორთქიფანიძე უფრო ადრე გარდაიცვალა, მიქელაძეებიც გარდაიცვალნენ და ის სახლი აი ესე ჰაერშია გამოკიდებული. მადლობა ქალბატონო ნონა. დღეს ჩვენ მადლობა ესეთ საინტერესო გადაცემისთვის. და ვახტანგის გული მტკივა და ვერასოდეს ვერ მოვინელებ ალბათ ვახტანგის დაღუპვას ვერასოდეს. განამარტო მე მთელი ჩვენი კოლექტივი. აი ყველას რო უყვარდა და ესეთი გამორჩეული ადამიანი პიროვნება თავისი ნიჭით, გარეგნობით და ადამიანური თვისებებით. მადლობა ჩემო საყვარელო ქალბატონო. სამწუხაროდ მე ვერ მოვიფიქრე რომ თქვენთვის ყვავილები მომერთმია, მაგრამ აი ეს იასამნის ბუკეტი კი დაიგული კი ამშვენებს დღევანდელ ჩვენ სასტუდიო მაგიდას, სახელდახელოდ შექმნილ სასტუდიო მაგიდას. იმედია მალე შევხვდებით ისევ ქალბატონ ნონას და ცოტა სხვანაირად და უფრო დეტალურად და უფრო საინტერესო უფრო საინტერესო თემებზე გვექნება საუბარი. მინდა ისიც გითხრათ, რომ ამ გადაცემის ბოლოს ჩვენ ჩავდებთ იმ რეპორტაჟს ქუთაისიდან. მე მაქვს ეს სკივრიდან ამოღებული კადრი, ანუ ჩვენი რეპორტაჟი იმასთან დაკავშირებით, რომ სახლ-მუზეუმი ყოფილიყო, ეს მიქელაძეებისა და ლორთქიფანიძეებისა და იქ მხოლოდ აბრა, ერთადერთი რასაც მივახციეთ, აბრა იყო, გვეგონა რომ მიენიჭებოდა სახლ-მუზეუმის სახელი, მაგრამ როგორც გითხარით, ვიღაცებმა წაიღეს და ეს ხდება ამ ხელისუფლების პერიოდში და ასევე გავუშვებ ფილმს ომალოს, რომელიც ევგენი უკაცრავად ვახტანგ მიქელაძის დოკუმენტურ ფილმს, რომელიც თაროზე იყო შემოდებული როგორც ანტისაბჭოთა ფილმი და ჩვენ კი ეს უნიკალური ფილმი აუცილებლად მე მგონი დავაანონსე ესეც აუცილებლად ქალბატონმა ნონამ მოგვიტანა არაჩვეულებრივი ფილმი, რომელიც არის ვიდეო ფირზე, ვიდეო ფირით და ჩვენ იმას გავაციფრულებთ და გავუშვებთ. ასე რომ გვაქვს ასეთი უნიკალური მასალები. მე გახდი ჟურნალისტი ქეთი სესიაშვილი. მშვიდობიან დღეებს გისურვებთ. უფალი ფარავდეს საქართველოს, უფალი ფარავდეს ქართველებს შინ თუ გარეთ. ნახვამდის მომავალ შეხვედრამდე. ნახვამდის ქალბატონო. ევგენი მიქელაძე ბავშვობაში იუნკერთა სკოლაში სწავლობდა. და ერთხელ რაღაცა წვეულება გაუმართავს დირექციას. სტუმრები იყვნენ და ესეთი ასაკოვანი ხალხი და რამდენიმე მოწაფე წაუყვანიათ გამორჩეული. ამას ხელი გაუკრია ჭიქისთვის და ღვინო დაასხა თურმე იმაზე სუფრაზე და
მივარდა ეს პედაგოგი თვითონ და სად გაიზარდე ბიჭო, სად გაიზარდეო და გავიზარდე იქ, სადაც სუფრას დღეში სამჯერ ცვლია მოთხრა. მიქელაძეები. აი ბარანცობის ხიდი როა, იქ თურმე იმაზე მოაჯირზე ყირას ჭიმავდა. მართლა? ხო, ევგენი. კიდე რა საკეთებდა? არ გამოგცეთ თქვით, აი რაღაც საინტერესო. მეტი არ ვიცი. ხო, საოცარი გარეგნობის იყო, ეხლა ფოტოებიდან ვიცი რა თქმა უნდა, თორე აბა მე სად ვიყავ მაშინ დაბადებული. და ევგენი მიქელაძე ულამაზეს, აი მაინც თავადურის სისხლის უხვარი. ემჩნევა. და ქეთვისის დედაც მიქელაძე იყო. საინტერესო. როგორ გაიცნეს ისე მიქელაძემ და ორახელაშვილმა აი ეს ეს მეორე ქმარი იყო. ევგენი ქეთვისის. მეგონი არ არის. კაი. მშვიდობიან დღეებს გისურვებთ. ნახვამდის მომავალ შეხვედრამდე. ნახვამდის კალბატონო.